საქართველოს გაუმარ! გაუმარ! თავისუფლება პოლიტიკურ ყველს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება საქართველოს! მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბათუმელების პირდაპირ ეთერში თქვენ ახლა თვალს ადევნებთ საპროტესტო მსვლელობას ბათუმის ქუჩებში. თავისუფლება თემურ კადამაძე! ეს პროტესტის მე-80 საღამო როცა მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე მოთხოვნებით თავისუფლება პოლიტიკურ პარტიებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 35 დღეა შიმშილობს ჟურნალისტი, გამომწვევ ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი. პროტესტის ნიშნად, ასევე თემურ ქათამაძე შიმშილობს 30 დღეა დღესაც გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ბათუმის საპროტესტო აქციაზე ინფორმაცია, ის დააბრუნეს უკან კლინიკიდან ისევ იზოლატორში. დღეს მოიწყო საპროტესტო მსვლელობა კოლონადებიდან გზავნილით არარუსულ დიქტატურას. აქ მონაწილეები მოვიდნენ მემედაბაჟის ქუჩის გავლით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, თუმცა ეხლა ისევ გადაწყვეტეს მათ რომ მოაწყონ საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში. ეს ერთგვარი ტრადიციაა ბათუმისთვის, როცა მოქალაქეები აწყობენ სხვადასხვა ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობას და დღეს ეს ტრადიცია შეიძლება ითქვას განახლდა, როცა მოქალაქეები ისევ მიდიან საპროტესტო შეძახილებით ბათუმის ქუჩებში. ეხლა ჩვენ ვართ მემედაბაჟის ქუჩაზე და მალე გადავინაცვლოთ ბარათაშვილის ქუჩაზე. და როგორც აქ უკვე დაანონსდა, დღეს საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ისევ ჩაივლიან ჭავჭავაძის ქუჩას. ელისბარ მოგვიყევით დღევანდელი დღის შესახებ. დღეს განახდა ისევ საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში. რა შეგიძლიათ უთხრათ ეხლა ვინც უყურებს? მოგესალმებით პირველ რიგში. ძალიან მიხარია რომ ასეთ ადამიანებს ხედავ. ძალიან ბევრი ადამიანია გამოსული უკვე. მოუწოდეთ ყოველდღე გამოვიდნენ. ყველას უთხრათ ჩვენს მეგობრებს, ნათესავებს, თანაქალაქელებს. მოუწოდეთ რომ გამოვიდნენ. იმიტომ რომ უკვე დასასრულის ფაზაში ვარ, აუცილებლად უნდა გავუშვათ ქართული ოცნება, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. რა ჩვენებს ხვდით იმას, რომ დასასრულისკენ მიდის ქართული ოცნების რეჟიმი. არიხებს უკან ეს არაფერს არ თმობს პრაქტიკულად. იმიტომ იმას ვიტყვი, რომ ძალიან შეშინებულები არიან 1000-ობით, 2000-ობით ადამიანებს უმიზეზოდ ჯარიმებს უწევენ, სასამართლოები აქვს, ისეთ რაღაცაებს ედავებიან, რაც არ არსებობს. მაგალითად მე მედავებიან 21 იანვარს ხელოვნურად გზის გადაკეტვას, როდესაც ვიყავი 21 იანვარს ადმინისტრაციული წესი დაკავებული და გამოვიდი 24-ში. აქ გადავებიან ამ ზებრას გადასასვლელის შემთხვევაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას, მაშინ როცა იყავით პატიმრობაში? და საინტერესო შემთხვევაა. ან ამ დროს თქვენ იყავით იზოლატორში? 21 იანვარს იყავით. შეგედებათ იმას, რომ თქვენ კეტავდით ზებრა გადასასვლელს ბათუმში. იზოლატორი სად იყო ამ დროს? რომელ იზოლატორში იყავით? ხოთის იზოლატორში ვიყავ. ამას დააბრალებენ რომ ციხიდან გამოიქცა, იზოლატორიდან გამოიქცა და მე ისევ შეაბრუნდა. აქ ხო საუბარი იყო 31 იანვრის შემთხვევაზე, ხო? კი, მაგრამ ალბათ შეეშავათ. და ჩაგიწერეს 21 ჩამიწერეს. მაშინ როცა თქვენ იყავით იზოლატორში. და 31 იანვარს იყავით ამ ზებრა გადასასვლელზე, ამ ამბავში მონაწილეობთ. კი, მონაწილეობთ. რა საჩვენებს ეს ამბავი თქვენთვის, როცა ზებრაზე გადასვლის გამო აპირებენ თქვენს დაჯარიმებას? აი წეგანაც აღვნიშნე რომ ეს უკვე არის შიში. ქართულ ოცნებას ეშინია ჩვენი და ყველა გზას იყენებს იმისთვის რომ გაგვაჩერონ და შეგვაჩერონ. ვერ შეაშინებენ ამით ადამიანებს, ვინც უკვე გარედან უყურებს ამ პროცესს და არ ერთვება ამ პროტესტში? ვერ შეაშინებენ ვერავის, იმიტომ რომ ჩვენ ხნედ ვართ, მაგრად ვართ, ჩვენ რაც გაგვაჩინა ის არა, ჩვენ ვიყვარს ჩვენი სამშობლო, ისინი არიან უსამშობლოები. ჩვენ სამშობლოს გამო თავსაც გავწირავთ, ყველაფერს გავაკეთებთ. აი ამის ეშინია ზუსტად ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ უყვარს თავისი ფული, მეტი არაფერი.
ამას აჩვენებს თქვენი შემართებაც, ხო? თქვენ არაფერს არ აშავებდით. 12 იანვრის აქციაზე დაგეკავეს, ხო? თუ სწორად მახსოვს და შეგიფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. 12-იანი ადმინისტრაციული პატიმრობა შევიფარდეს. ისეთ რამეს რაც არ დამიშავებია. აი ამაზრძენი იყო. აი ისეთი რაღაცები დავაბრალეს. მეც კი მეცინებოდა მოსამართლესაც ვუყურებდი რომ ეცინებოდა აი მაგრამ სხვა გზა არ ქონდა მე იმას ვფიქრობ მოსამართლეებით დაშინებული ყავთ შეშინებული ყავთ და სხვა გზა არ აქვს და იმიტომ აკეთებენ ამას ჩვენ რო გავიმარჯვებ ეს შიში გაქრება და ნამდვილი თავისუფალი სასამართლოც გვექნება მაგრამ როგორ გავიმარჯვებთ ასე თუ მოსამართლეს ეშინია და ისიც ვერ იღებს სამართლის ხალხის ძალით ერთი მოსამართლე ვერაფერს ვერ იზამს როდესაც აი ამდენი ხალხი გამოდის გარეთ და ერთ მუშად ხნედ და ძლიერად გავიმარჯვეთ. ეს ელიზბარ ჩხიკვაძეა, სტუდენტი ჩხიკვაძე. ხომეშლობა, მადლობა ელიზბარ. და როგორც ვან უკვე გვითხა, ეხლა საინტერესო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მას იბარებენ სასამართლოში ორშაბათს იმის გამო, რომ ის კეტავდა ხელმურად ქვიდა ბარიერს ზებრაგადასასვლელზე ბათუმში 21 იანვარს, თუმცა 21 იანვარს ელიზბარ ჩხიკვაძე იყო ადმინისტრაციული პატიმრობაში და პრაქტიკულად გამორიცხულია მისი მხრიდან ამ სამართალდამცველობის ჩადენა საინტერესო ამ შემთხვევაში მაინც როგორ იმსჯელებს სასამართლო თუმცა გამორიცხული არაფერია ქართული სასამართლოს შემთხვევაში მაშინ როცა პირდაპირ მტკიცებულებებზე და მტკიცებულების გამოკვლევაზე უარს ამბობს ან სრულ პოლიციელების ჩვენებას ისე ერკვნება მოსამართლე რომ გამორიცხული ალბათ არაფერია ამ შემთხვევაში თუმცა ეს ნამდვილად გამორჩეული შემთხვევაა სტუდენტი ელიზბარ ჩხიკვაძე ჩვენ ახლა ვუყებოდა იმაზე რომ ეს მიუვიდა სამდარღვევის შესახებ ბოქმის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რომ 21 იანვარს ის ხელოვნურად ქნიდა ბარიერს ზებრაგადასასვლელზე ბათუმში თუმცა 21 იანვარს ელიზბარ ჩხიკვაძე იყო ადმინისტრაციული პატიმრობაში დააკავეს 12 იანვრის საპროტესტო აქციაზე ბათუმში და მას 12-იანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე შეზღუდულია მოძრაობა ბარათაშვილის ქუჩაზე როგორც ხედავთ სამხარეს ჩვენ ახლა ბარათაშვილის ქუჩაზე ვართ სადაც გრძელდება საპროტესტო მსვლელობა მოკლედ გითხარით, რატომ არ დღეს მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციაზე გამოსვლა?
ხალხი ითხოვს სამართალს მოუწმინეთ ხალხის მას ხალხი ითხოვს სამართალს არ გავჩერდებით ჩანი შეკარ ჩერდებით არ გავჩერდებით ჩანი შეკარ ჩერდებით გამარჯვება ხალხშია გამარჯვება ხალხშია საქართველო დეფი საქართველო დეფი არ იქნება სამართალი არ იქნება სამართალი არ გავჩერდებით არ გავჩერდებით ეხლა კი ყველა მართად გამოდი თქვენ გესმით საპროტესტო აქციის მონაწილეები, შეჯახილები. გაშინია! ჩვენ ახლა ვართ ბარათაშვილის ქუჩაზე, გრძელდება საპროტესტო მსვლელობა ბათუმში. დღეს შეიძლება ითქვას, რომ განახლდა ბათუმის საპროტესტო აქციების ერთგვარი ტრადიცია, როცა აქციის მონაწილეები აწყობენ საპროტესტო მსვლელობას ოცხო ქუჩაზე. ახლა ჩვენ ვართ ბარათაშვილის ქუჩაზე. რუსთავ საღამომშვიდობისა დღეს იყო მთავარი გზავნილი არა რუსულ დიქტატურას ანუ შეიცვალა ერთგვარად ეს საპროტესტო გზავნილი აღნიშნავდა ერთ-ერთი სტუდენტი ამასაც ხო რომ თუკი აქამდე ამბობთ რომ არა რუსულ კანონს ან ვითხოვთ ჩვენ ევროპულ მომავალს ეხლა პირდაპირ საუბარია დიქტატურაზე თქვენთაც კაფიოთ ჩანს ეს რომ რაღაც ყარდება ქვეყანაში რუსული დიქტატურა საქართველოს დიქტატურის ნიშნები დიდი ხანია გამოჩნდა უკვე გასულ წელსაც, როდესაც დაანონსდა კანონმდებლობის განკაცება და ხელისუფლებამ დაიწყო, რეჟიმმა დაიწყო საკუთარ თავზე კანონმდებლობის მორგება, იმისთვის განკაცდა კანონები, რომ შექმნან საფუძვლები ხელისუფლებაში დიდხანს დარჩენისთვის. როდესაც ხელისუფლება კანონმდებლობაში ცვლილებას ახორციელებს იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები და საკუთარი გავლენები გააძლიეროს და კანონმდებლობა არ ემსახურება ხალხს, როდესაც კანონები ემსახურება ძალაუფლებას და არა ხალხს, ამ შემთხვევაში გვაქვს უკვე დიქტატურის ნიშნები. ამ პერიოდში არის თუ არა ამის რესურსი ქვეყანაში, ხო? ხშირად გვესმის ჩვენ, ჩვენს ანალიტიკოსებისგან, რომ აი ამის რესურსი არ არის საქართველოში, რომ აქ ვერ დამკვიდრდება ტოტალიტარიზმი. არ ვიქნები ოპტიმისტი. ჯობია რეალისტები იყო საქართველოში შესაძლებელი დიქტატურა. რა რესურსები არის ახლა ჩვენს ხელში, მოქალაქეების ხელში? ამ ხელისუფლებამ მიგვაბა რუსეთს და რუსეთის გავლენების მეშვეობით რუსული ზეგავლენით დიქტატურა სრულად შედგება. ჩვენ რომ ვიყოთ ცალკე კუნძული ქვეყანა, მაშინ არ იქნებოდა ძალიან რთული იქნებოდა დიქტატურის დამყარება, რადგან ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ რუსულ დავალებებს ასრულებს, ამიტომ დიქტატურა სრულად შესაძლებელი არის და არ უნდა ვიყოთ ოპტიმისტები იმ რეალობის პარალელურად, რომ ძალიან მზარდი არ არის პროტესტი სამწუხაროდ. თუ ასე გაგრძელდება ყველაფერი, დრო მოქმედებს ტოტალიტარული რეჟიმის, ავტორიტარული რეჟიმის და თუ პროტესტი უფრო გაძლიერდება და ხო, კი ბატონო. იმიტომ რომ არ უნდა ვიყოთ უაზრო ოპტიმისტი და გზაბნეულები. იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით უფრო ორგანიზებულები, არ ვისაუბრებთ თუ რა შეცდომებს უშვებთ, როგორ რაში არის ჩვენი ბრძოლა არასაკმარისი, რა იმართებებით უფრო უნდა გავძლიერდეთ, უფრო მეტად სტრატეგიული მიდგომები თუ არ გვექნება, რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება, უბრალოდ ეს დროში გაიწევა. თუ ჩვენ გვინდა წელსა დავასრულოთ რუსული რეჟიმი, არის საჭირო სოფლებში გასვლა ძალიან პატარა დასახლებულ პუნქტში და ხალხთან კომუნიკაცია. სამწუხაროდ ტელევიზიების ფლანგზე ხელისუფლება
იგებს ამ ბრძოლას აბსურდია და რეალობა თავს ვიტყუებთ რომ ოპოზიციურად განწყობილი არხების მეშვეობით სატელევიზიო არხები შესაძლებელი არის პროპაგანდის წინააღმდეგ გამარჯვება. გამორიცხულია. თქვენ როგორ ხედავთ რა არის საჭირო ამისთვის? უმრავლესობა არა მაგრამ ხელისუფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც უყურებს პროპაგანდისტულ არხებს ასე რომ მოსახლეობის მოქალაქეების დიდი ნაწილი ისევ არის პროპაგანდის გავლენის ქვეშ. ასე რომ ჩვენ ვაგებთ საინფორმაციო თუ ჩვენ არ გვექნება აქტიური კომუნიკაცია რესურსები არ იქნება წარმართული თითოეულ მოქალაქესთან მისასვლელად ჩვენ ეს ბრძოლა გაგვეწელება ძალიან დროში. და თუ კი უფრო მეტი მოქალაქე შეუერთდება საპროტესტო აქციას, უფრო ხალხმრავალი თუ გახდება ეს აქციები, ეს რა შანსს აჩენს მოქალაქეების ხელში, რომ დემოკრატია გადარჩეს ამ ქვეყანაში? მეტი შანსი იქნება, მაგრამ ინფორმირებული მოქალაქე უნდა გამოვიდეს პროტესტზე. თუ ემოციებს აყოლილი მოქალაქე გამორვა, აი ბევრი ხალხია და მეც შეუერთები, ეს პროტესტი იქნება მილევად ისევ. რაც უფრო მეტი ინფორმირებული ადამიანი გამოვა და გააპროტესტებს, მით უფრო მალე მივალთ შედეგამდე. ხო, მაგრამ კვლევები ხო აჩვენებს ამ ყველაფერს, იგივე საზოგადოებრივი კვლევები რაც ტარდება საქართველოში აჩვენებს, რომ ხო, ყოველ შემთხვევაში ხალხი აცნობიერებს ამას, რასთანაც გვაქვს საქმე, ხო, რეალურად ქვეყანაში. ხო, მეტნაკლებად ხალხი აცნობიერებს თუ რა საფრთხებთან გვაქვს საქმე, მაგრამ მგონია რომ მაინც საიტკენ მივდივართ და რა დონეზე შეიძლება საქართველოს უკან დაიხიოს დემოკრატიზაციის თუ ადამიანის თავისუფლების მხრივ, ეს მაინც ბოლომდე არ არის უმრავლესობის მიერ გათვითნობიერება. მადლობა, ეს რუსლან წოლუკიძე იყო, მოქალაქე, რომელსაც თქვენ ახლა უსმენდით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ვინც ახლა შემოვერთდა ბათუმელების პირდაპირ ეთერს, ვეგეთქვით, რომ ჩვენ ვართ საპროტესტო მარშზე, საპროტესტო მსვლელობაზე ბათუმის ქუჩებში. აქ მონაწილეობა ჩამოიარეს ბარათაშვილის ქუჩა, ახლა ჩვენ გადავდივართ ჭავჭავაძის ქუჩაზე. ეს ერთგვარი ტრადიციაა ბათუმში საპროტესტო აქციების, როცა მოქალაქეები აწყობენ საპროტესტო მსვლელობას სხვადასხვა ქუჩაზე. მას შემდეგ რაც ყოველდღიური და მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიშალა ქვეყანაში. მას აქეთ როცა ქართულმოუწევამ ღიად განაცხადა პროევროპული კურსის სრულების შესახებ და თქვა, რომ ევროინტეგრაციის კურსი არის შეჩერებული ქვეყანაში. მას შემდეგ მოქალაქეები მტკიცედ და ყოველდღიურად აფიქსირებენ თავიანთ საქმეს, რომ ისინი არ შეეგუებიან ამ ქვეყნის რუსეთისთვის გადაცემას, პრაქტიკულად გარუსებას და რუსული დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში. მოგესალმებით. რა არის თქვენი საქმე დღეს უკვე მე-80 დღეა? ეს კი არა ყოველ დღე. შეწყვიტონ ხალხის წამება, შეწყვიტონ. ბიძინა ივანიშვილო დაბადების დღეს იცი რაფერ მოგილოცავ? წყევლაკრულით. წადი სანამ სანთელზე არ გადაგეცი. დაგვანებე თავი. შენი შაიკა ყრია. იმ შენ 91 პარლამენტარი. დაგვანებე თავი. ნუ მანახებ ამ 70 წლის ხალხს, ამ სის დანახი მაგის სისხლი ჩემი შვილი როგორ გამიტანჯე. დაგვანებე თავი. ხალხი ფეხზეა. გამოიყვანე შენი ხალხი, თუ მოვა ამდენი. დამთავრდება არჩევნები. ვინმე აღარ გამოვა. გამოიყვანე და დაგვანახე თუ ყავს ამდენი მომხრე. ხო და მაშინ გავწვავდებით ჩვენს. ზიამაღლობელი უკვე შიმშილობს 35 დღეა. ამას არ იმჩნევს ქართული ოცნება? არ იმჩნევს კი არა, საერთოდ გეტყვის რამე ნაღლება. ხომ ხედავ რა თქვა? ოსნება, ჭამოსო და იქნება. აგერ მედროშას რაღაც ერჩოდი. სხვისი ქვეყნის ადამიანი ჩამოვიდა. შენს ქვეყანაში დროშა უკავია. მადლობა უნდა უთხრა. ხოდა რა გაუკეთენ ქათამაძეს? კი, თემურ ქათამაძეს, ხო? არ შეგჩებათ ეს ყოლება. თქვენი თქვა გამოვლები შუშები. თქვენი წეს გამწეგი. მიწა იძulis თქვენ ფეხი. მიწა ჩაგიტანთ თქვენ. ნუ აცვალებთ ხალხს. წადი, სანამ კიდო კაი ხასიათზე. სანამ კიდო შეგვცა სული. არ გავჩერდებით და უაცვალებ ხალხს. მადლობა, კიდევ უფრო ხალხს უსმენთ თქვენ ბათუმელების პირდაპირ ეთერში.
თვალს ადევნებთ საპროტესტო მარშს ჭავჭავაძის ქუჩაზე. ისმეთ გზავნილებს თავისუფლება მზიას, თავისუფლება ანრის, თავისუფლება პოლიტიკურ პარტნიორებს. ეს არის ძირითადი შეძახილები ამ საპროტესტო აქციაზე. აქციის მონაწილეები ამბობენ არა რუსულ დიქტატურას და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ჩვენ ახლა ჭავჭავაძის ქუჩაზე ვართ ბათუმში, სადაც გრძელდება საპროტესტო მცდელობა. ეს აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ კოლონადებთან გზავნილით არა რუსულ დიქტატურას. და შემდეგ მოაწყოს მათ საპროტესტო მცდელობა მემედაბაშის გამზირზე. შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, როგორც ეს წინა 79 შემთხვევაში მოხდა. და დღესაც შეიძლება ითქვას განახლდა ბათუმის საპროტესტო აქციების ერთგვარი ტრადიცია მცდელობა ბათუმის ქუჩებში. მოუსმინეთ ხალხის მას! მოუსმინეთ ხალხის მას! ხალხი იწევს სამართალს! არ გავჩერდებით! არ გავჩერდებით! გამარჯვება ხალხია! გამარჯვება ხალხია! საქართველო ადექი! საქართველო ადექი! ხალხი ითხოვს სამართალს! ხალხი ითხოვს სამართალს! ყველგან პოლიცია! ყველგან პოლიცია! უსამართლო სასამართლო! უსამართლო სასამართლო! თავისუფლება მზიას! თავისუფლება თემურ გადამაძეს! თავისუფლება ზვიად ცეცხლაძე! თავისუფლება ანდრის! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! საქართველოს გაუმარ! 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 ყველამართა გამოდი! 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 არ იქნება სამართალი!
არ გაჩერდება ხალხის დინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე არ გაჩერდება ხალხის დინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე არ გავჩერდებით ჩანიშნე გაჩერდებით არ გავჩერდებით ჩანიშნე გაჩერდებით გამარჯვება ხალხშია ძალა ერთობაშია გამარჯვება ხალხშია ძალა ერთობაშია საქართველო ადექი აჯანყი საქართველო ადექი აჯანყი ყველგან მილიცია ასად სამართალი ყველგან მილიცია ასად სამართალი არ გავჩერდებით ჩვენ უსმენთ ჩავნილებს, რომელიც ჩხერდება ბათუმის საპროტესტო მსვლელობაზე, ბათუმის საპროტესტო აქციაზე. გრძელდება საპროტესტო მარში, ჩვენ ახლა ისე ჭავჭავაძის ქუჩაზე ვართ. ვიხმაურებ, მოგედება, ვიხმაურებ! საყვირებს ძალები! ჩავითმა დაეყოლეთ ფარად! თავისუფლება მძიეს! თავისუფლება მედროშეს! თავისუფლება ზვიად! თავისუფლება რეჟიმის ყველს! თავისუფლება ხალხს! თავისუფლება საქართველოს! დიდება საქართველოს! დიდება საქართველოს! საქართველოს გაუმა! მინდა რომ გაგასაუბროთ, თქვენი პროცესი გაიმართება ორ შაბათს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ხო, საუბარია 11 იანვრის შემთხვევაზე, როცა თქვენ ადმინისტრაციული წესით დაგეკავეს იმის გამო, რომ სპიკერი გააკარით საჯარო სივრცეში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლად. რა საჩვენებს ეს ამბავი ეხლა თქვენთვის? საოცარი პროცესი იქნება, იმიტომ რომ თელმა საქართველომ ნახა, რომ რა ვითარებაში დამაკავეს, რა ვითხრეს დაკავებისას და რა წერია ოფისში, რომელიც გაბედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაეგზავნა სასამართლოსთვის, რომელიც უნდა იყოს ამ ქვეყანაში სამართლიანობის მთავარი დამდგენი და წარმოიდგინეთ, რამდენი ტყუილი, როგორ აიძულებენ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეებს შავით თეთრზე აკითხულ ამბავზე, მან ის რომ მე თითქოს და სტიკერის დაკის მომენტში დავაკავეს, ყველამ ნახა და ამ დროს თურმე აღმოჩნდა, რომ პოლიციელებს ვაყენებდი შეურაცხყოფას. დედამიწის ზურგზე არ არსებობს არათუ ვიდეო ჩანაწერი, არამედ ერთი ადამიანის კი, რომელიც სიმართლეს იტყვის და გაბედავს იმის თქმას, რომ მე ვინმეს ვაყენებდი შეურაცხყოფას, უმეტეს პოლიციელებს, რომელსაც აცია ფორმა, რომელიც ჩემმა სახელმწიფომ ჩააცვა და ის სანამ კანონს არ დაარღვევს, ის არის პოლიციელი ჩემთვის ამ კონკრეტ შემთხვევაში. რა საოცარი ამ დაკავების ომში არის ის, რომ თითქოს და ერთ-ერთი დეტექტივი ამბობს იმას, რომ ჩვენი დაკავების შემდგომ მოხდა იდენტიფიცირება ჩვენი და საოცარი კიდე ისიც არის, რომ დაკავებისას სახელით მომმართავს პოლიციის იმჟამინდელი ბათუმის მე ჩემთვის აღარ არის პოლიციის წარმომადგენელი მას შემდეგ რაც პოლიციის უფროსი ხო ირაკლი გებუაძე, იმიტომ რომ ირაკლი გებუაძე არის მოძალადე, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება რაც არ უნდა დამიჯდეს ირაკლი გებუაძე ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ირაკლი გებუაძე იყოს ციხეში და ირაკლი გებუაძისნაირმა პოლიციელებმა ამ ქვეყანაში ვერ უახერხონ არსებობა პოლიციის მუნდირის ქვეშ. ის არ წვეს ქართულ პოლიციას, არ წვეს ქართულ სახელმწიფოს, იმიტომ რომ არის მოძალადე. ნახოთ, შევხვდებით ორ შაბათს რა სიტყვის სასამართლო. ძალიან ოგზე ხო თქვენი ოგზი არის გაყალბებული. რა თქმა უნდა, ტყუილი წერია, იქ ყველაფერი ტყუილია და ძალიან უხვარ წინასწარ იმ მოსამართლეზე, რომელსაც ეს საქმე აწერია, იმიტომ რომ მე ვარ იურისტი და სტუდენტობისას ჩემმა ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის ლექტორმა მითხრა, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე იყო ადმინისტრაციული საქმის მოსამართლე, იმიტომ რომ უნიკალური შესაძლებლობა აქვს ყველა ტიპის კანონის მიღმა, კანონის ძალადობის სხვადასხვა ტიპის ფაქტის მიღმა აღასრულოს სამართალი და თქვა სახელმწიფოს სახელი.
მიუხედავით ადმინისტრაციულმა მოსამართლემ, რომ მოქალაქე არის უპირველესი. ძალიან გული მწყდება წინასწარვე, იმიტომ რომ სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ქვეყანაში მოსამართლეებსაც კი ეშინიათ ოლიგარქის და ფულის. წინასწარ მინდა ვთხოვო ჩემს მოსამართლეს, რომ გაიხსენოთ ბავშვობა და სტუდენტობა, რის გამოც მან მოსამართლეობა და იურისტობა გადაწყვიტა. რის გამოც მან გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ იმ პერიოდში მოუწევდა სტუდენტობა, როცა რაღაცა შემოსავლიანი პროფესია კი არ იყო, არამედ სამართლის აღსრულების თავარი ადგილი უნდა ყოფილიყო. იდეაში გაიხსენოს ახალგაზრდობა და დაივიწყოს ყველა ის სესხი, ყველა ის ვალდებულება, რაც როგორც მას მოქალაქეს აქვს და აღასრულოს სამართლიანობა ამ ქვეყანაში. რას ამბობს ქოთის პროტესტის მე-80 დღეა უკვე ქვეყანაში გრძელდება ეს პროტესტი, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი უკან არ იხევს. პირიქით, მოქალაქეებს გეუბნებიან, რომ შაშიც აღარ უნდა ვიდგეთ, ხო? სიმბოლურად გაგრძელდეს ეს პროცესი. სიმბოლურად მინდა გაჩვენოთ თემურ გადამაძის დროშა, რომელიც მას დაკავებისას გადააკეთეს და ეს ბათუმის ქუჩებში ეს დროშა ისევ ფრიალებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში, ამ ქვეყანას ომს ჯერ ვერ უგებს, თუმცა ალბათ საშიშროება მართლაც რეალურია. თუმცა მგონია, რომ მანამ სანამ იქნება ამ ქვეყანაში ერთი მოქალაქე მაინც, რომელიც გაიაზრებს ამ ქვეყნის წარსულს, აწყოსა და მომავალს, სწორად გაიაზრებს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის წარსული, აწყო და მომავალი ერთიანია და ფიზიკურად შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა შეგვაცვლევინოს ის გეზი და ის, რა ვიცი, შეგრძნება ქართული სახელმწიფოს მოქალაქედ ყოფნის. შესაბამისად, არ სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება, სანამ ეს გაიაზრებს ამ ყველაფერს, ვერ ვიტყვის ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს ქვეყანა დაამარცხა. რა არის საჭირო ეხლა ამ ომის მოსაგებად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მთავარი ფაქტორი რა არის? არ ვიცი, მე ვერ ვიხსენებ ვერც საქართველოს ისტორიაში და ვერც მსოფლიოს დიქტატურის ისტორიაში ამაზე ბინძურ, ამაზე არამორალურ ხელისუფლებას, რომელიც არ ვიცი, ყველა მიმართულებით ცდილობს, რომ თავისი ამორალური წესები დააშინოს, გაანადგუროს ადამიანებს. მე მზად ვარ, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებამდე რა მომენტშიც არ უნდა ვიყო, ვიბრძოლო იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში არ იყოს. მადლობა, ეს სიალა ქათამიძე იყო სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი დაფუძნებელი. თქვენ მას უსმენთ გათუმელების პირდაპირ ეთერში. ეხლა უკვე შეზღუდულია, როგორც ხედავთ, მოძრაობა ქვის სავალ ნაწილზე ერთ მხარეს ჭავჭავაძის ქუჩაზე. კონისმენ შეძახილებს ამ საპროტესტო აქციაზე, საპროტესტო მარშის მონაწილეები სკანდირებენ გაუმარჯოს საქართველოს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თემურ მინდა რომ გაგესაუბროთ თემურ გორგაძე, პოლიტიკური პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი. მე-80 დღეა დღეს უკვე, როცა იმართება საპროტესტო აქციები ქვეყანაში, მათ შორის ბათუმში. რა შეგიძლიათ თქვათ, რას აჩვენებს ეს მე-80 დღე თქვენთვის? როცა არ იხევს ისევ უკან ივანიშვილი. სხვადასხვა მე-80 დღეში მიუხედავად საკმაოდ ბევრი ხალხია, თუ ნახავთ და იცი ბუნებრივი ამბავი არის, ანუ ეს ხალხი შეიძლება რაღაც დროებში ცოტაა, რაღაც დროებში იმატებს, მაგრამ ამ ხალხმა იცის, რომ არ უნდა დიქტატურა, ამ ხალხმა იცის, რომ არ უნდა რაღაცა, რა ვიცი, ჩინეთის ტიპის ან ყაზახეთის ტიპის მართლობის ქვეყანა, ამიტომ აპროტესტებს ივანიშვილი, ეგრე ჩანს, რომ არ იხევს, მაგრამ იხევს რეალურად, ზუსტად ვიცი, რომ ეშინია ივანიშვილს და მარტივი ამბავი არის, ივანიშვილი თავის მომხრეებს აჯერებდა, რომ ტრამპთან დაალაგებდა და აღარ დარჩა მე მგონი არც ერთი ევროპული ნორმალური ქვეყანა, რომელმაც ივანიშვილის სანქციები არ დაადო, რეალურად თავით კი ვერ დაიცვა ივანიშვილმა და ეგ ივანიშვილი პირდება პატარ-პატარა ცუდ ხალხებს, რომ მაგათ დაიცავს, მაგრამ იმათაც პოლიციანო ვეღარ დაიცავს. კი, რეალურად ესეთი რეჟიმები სულ ამბობს. ხო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა გადამწყვეტ ივანიშვილის რეჟიმისთვის, ხო? ის არაფერს არ თმობს და ინარჩუნებს სახელმწიფო ვერტიკალს. პოლიცია იქნება სასამართლო თუ პროკურატურა. ისევ ისინი ასრულებენ ამ დიქტატურის დაკვეთას, არ მოქმედებენ კანონის მიხედვით. და რა იქნება გადამწყვეტი ამ ბრძოლაში? რა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი? თუ კიდევ არ წევს ამის შესაძლებლობა და რესურსი. ბუნებრივია რომ არსებობს მსგავს ქვეყნებში ზოგადად ნელა რეჟიმები ვერასოდეს ვერ იხევენ უკან. ანუ ხშირად მომყავს ხოლმე მე მაგალითი რომ
ბაშა რასაც ხვალ ქონდა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა დაანონსებული და დილას გაიქცა და მინისტრმა გაიგეს რომ ბაშა რასადი გაქცეული იყო ესე. ან მოულოდნელად მოხდა ეს ამბავი. მოულოდნელად მოხდება და ზუსტად ვარ დარწმუნებული რომ კობახიძე ტელევიზიიდან გაიგებს რომ ბიძინა ივანიშვილი გაიქცა ან რუსეთში ან ბრაზილიაში ან სადმე სხვაგან. ეგრე იქნება ეგ ამბავი, იმიტომ რომ ზოგადად რეჟიმის ჩამოშლა ნელა-ნელა არ ხდება. ეხლა შიგნით რომ ჩამოშლილები არიან ნენელა, ვიცი, მაშინ ყველაზე მყარად გეთანხმებით მაგაში რომ დგას შესესეს სისტემა, იმიტომ რომ მაგ სისტემაში ბევრი ფული ჩაასხეს რუსებმა, ანუ კგბ-მ იმუშავა რომ ეს სისტემა ძალადობრივი სისტემა კარგად იმუშავა, მაგრამ სხვა დანარჩენი სისტემები რეალურად ჩამოშლილია, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი უკვე დაწყებულია და რაღაც პერიოდის მერე მოუწევს ივანიშვილის გაქცევა, ამერიკელებთან მოაჭროს პირად უსაფრთხოებაზე, ეხლა რაც ვიცით კულუარულ დონეზე, როგორც კი მაგ საკითხს დაალაგებს, როგორც კი ამერიკა გადაწყვიტავს უკრაინის საკითხს და მოგდგებიან შავი ზღვის ქვეყნებისთვის რაღაცეების მოიკითხავენ, კი ივანიშვილი მან დაიწყეს პირად უსაფრთხოებაზე ვაჭრობას და ანუ ამ სანქციების გარდა კიდევ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ახლა ეს ამაზე, ანუ უსაფრთხოების გარანტიები ივანიშვილისთვის. კი, ერთი და მეორეც ახლა მაგალითად ჩვენი პარტიის ზურა ჯაფარიძე იყო ევროკავშირის ევროპარლამენტის რეზოლუციის დამტკიცებაზე და იქაც აბსოლუტურად ყველა ევროპარლამენტარი ამბობს იმას, რომ აი ქართველი ხალხი რადგან არ ეგუება იმას, რომ რეჟიმი არ უნდა, ამიტომაც ჩვენც ვალდებულები და იძულებულები ვართ, რომ ქართველი ხალხის გვერდზე დავიდგეთ. თორე ამერიკას და დასავლეთის დიქტატორულ რეჟიმებთან თანამშრომლობს, მაგალითად საუდის არაბეთთან, მაგრამ თუ საუდის არაბეთის ხალხი იმ რეჟიმით კმაყოფილია, რაც მათ აქვს, ანუ დასავლეთის ქვეყნებისთვის ამერიკისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ამერიკისთვის პრობლემას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ქართველი ხალხისთვის არის მიუღებელი და ქართველი ადამიანებისგან, ანუ არ გამოვა ქვეყნისგან ბელარუსებს ტრაქტორის თავისი აქვს, ხორბალის თავისი აქვს, კარაქის თავისი აქვს და რა ვიცი, სხვა რაღაცეების თავისი. ძლიერი ეკონომიკა აქვს საკმაოდ. შეიძლება გავავიდეთ აზერბაიჯანი მაგალითად. ვერ გამოვა აზერბაიჯანს ნავთობი აქვს. ჩვენ დასავლეთზე მიბული ქვეყანა ვიყავით სულ, ანუ ჩვენი საფინანსო სისტემა რაც დღეს ამ ქვეყანაში არსებობს, აი ძალიან მინიმალურ რისკის ქვეშ რო დადგეს, აი უბრალო ბანკს, რომელსაც ვეძახავთ TBC ბანკი რო გაკოტრდეს, ამ ქვეყნის ეკონომიკის, რავი, მესამედი ჩამოიშლება ძალიან მარტივად და TBC ბანკის გაკოტრებას ძალიან ბევრი არაფერი არ ჭირდება, აი SWIFT-დან რო ჩახსნან TBC ბანკი, მეორებას ვეღარ იარსებობს, იმიტომ რომ თქვენ ეხლა ამერიკაში ფული გადაიწყოთ ან ამერიკიდან თქვენ ფული გადმოგიწყოთ, ნებისმიერი ბანკი ავტომატურად მიმულია დასავლურ საბანკო სისტემაზე. ჩვენ არა ვართ. შეიძლება რაღაც სხვა გათვლები ივანიშვილს, მაგალითად ჩინეთთან კავშირები ვერგება აქცენტი, რომ ისინი შეძლებენ რაღაც ამ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას. ხოდა ვერ გამდიდეს ვერავინ, მაგრამ ივანიშვილის გარემოწვის გარდა, მაგრამ შეინარჩუნონ რაღაც მინიმალური საარსებობრივი ქვეყანაში. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ სხვა ტიპის, ანუ სხვა სისტემა არ არსებობს, რომელთანაც ჩვენ შეიძლება მივებათ და მაშინ ოკეი, ანუ თქვენც ახლა რო საფული ამოიღოთ, გეკნებათ ჯიბეში საბანკო ბარათი, რომელიც ეწევა ან ვიზა, ან მასტერკარდი, ან მაესტრო. ერთის მეორეს და მესამეს არის ამერიკული სისტემა. როგორც კი მან რომელიმე ამერიკული სისტემიდან რომელიმე გაჭედავს, თქვენი საბანკო ბარათის და ბიძინა ივანიშვილის საბანკო ბარათის გახდება ნაგა. როგორც კი ამ ქვეყნის მოსახლეობის საბანკო ბარათები გახდება ნაგავი, ამ ქვეყნის მოსახლეობა თვითონ გაუხეთქავს თავს ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ დარჩება მშიერი. ეს ასე მოხდება, თუ ჩვენ თქვენზე არ მოვა. ეს შეიძლება არ მოხდება ირანში, იმიტომ რომ ირანი სხვა ტიპის ქვეყანაა, მაგრამ ჩვენთან ეგ ვერ იმუშავებს. აი, ხოცი ტიტუშკა ეგ დგას. მადლობა თემურეს. შესაძლებელია ვერ გააკეთებ ამ ქვეყნისგან ვერაფერს ეგეც რაც არის ბელარუსის მაგარი. ვერ გააკეთებ. მადლობა, ეს თემურ გორგაძე იყო, პარტია გურჩის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში. Maria, mira, tú y dices que te quiero. Me gusta.
ეგრეთ წოდებული ტიტუშკა სავარაუდოდ, რომელსაც რაღაც შეძახილები ქონია შეურაცხყოფელი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ. გრძელდება საპროტესტო მსვლელობა ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე. დღევანდელი საპროტესტო მარშის გზავნილია არარუსულ დიქტატურას. დღეს ორად ამგზავნილი შეიკრიბნენ მოქალაქეები ბათუმში კოლონადებთან პარკის შესასვლელთან. შედეგად მოეწყოს საპროტესტო მარში მემედ აბაშიძის გამზირზე. ისინი ასევე სოლიდარობის ნიშნად შეჩერდნენ გამოწვევა ბათუმელების რედაქციასთან. შეძახილი თავისუფლება მზიას, როგორც იცით, მზია მაღლობელი ჟურნალისტი და პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს სტატუტთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე 35 დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად. ის არის პოლიტიკური პატიმარი, უკანონო პატიმარი და ამ უკანონობას ადასტურებს ძალიან მარტივად არაერთი შემთხვევა, მათ შორის ის, რომ ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რის გამოც მზია ახლა არის პატიმრობაში, არის გაყალბებული ოქმი და ამ სიყალბეს ძალიან მარტივად აჩვენებს ბათუმელების მიერ გადაღებული ერთ-ერთი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ მზია მაღლობელს თავდაპირველად აკავებენ სტიკერის გაკვრის გამო. ადმინისტრაციული მუხლის 150 მუხლის 150 მუხლის მიხედვით, ხოლო ოქში წერია სულ სხვა რამ, ოქში წერია, რომ მზია მაღლობელი დააკავეს 173 მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს პოლიციელის შეურაცხყოფას. ოქში ჩაწერეს, რომ თითქოს მზია მაღლობელი აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციელებს, მონებო, გორებო და ასე შემდეგ. და სწორედ ამის გამო დავაკავეთ მზია მაღლობელიო, თუმცა ასევე ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მზია მაღლობელი არაფერს ეუბნება და შეურაცხყოფას არ აყენებს პოლიციელებს, არამედ საერთოდ არაფერს არ ამბობს. სიტყვით მიყვება გრიგოლ ბეცელიას, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს, რომელიც აკავებს უშუალოდ მზია მაღლობელს, ჟურნალისტს. თუმცა დაკავებებში ესეც გაყალბებულია. იქ არ ჩანს, რომ გრიგოლ ბეცელიამ დააკავა უშუალოდ მზია ამაღლობელი. ეს გაყალბებული ოქმის გახილვა იქნება სწორედ ორშაბათს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს ამ შემთხვევას, თუმცა ეს განხილვაც უკანონოდ ჩაინიშნა ბათუმის სასამართლოში, რადგანაც არც კი შეატყობინეს მზია ამაღლობელის ადვოკატებს ამ სასამართლოს დომის შესახებ. ამ შემთხვევაში საუბარია ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე, რომელიც უკვე ჩაინიშნა ორშაბათს 17 იანვარს. ეს მოусმინოთ პროფესორს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ბოდიში გაწყობილებ ბატონოთარ, თქვენი მოსაზრება საინტერესო ხდება. უკვე 80 დღე გავიდა, რაც ხალხი არის გამოსული ქუჩაში, თუმცა ივანიშვილი ჯერ კიდევ არაფერს არ თმობს. რა საჩვენებს თქვენ? მე 80 დღე ამ შემთხვევაში. ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ ხალხი დაიღლებოდა, გაჩერდებოდა, მაგრამ ხედავთ, რომ არც რეპრესიული კანონები, არც თვით ფიზიკური რეპრესია დღესაც ჩვენს დედაქალაქში ერთი შესანიშნავი ახალგაზრდა ფაქტურად ფიზიკურად ძალიან დააზიანეს. მიღბიანები ჩაუსაფრდნენ სადარბაზოში და გალახეს. მაგრამ ამოვა მათი მცდელობა, მით უმეტეს რომ დასავლეთიდანაც მოდის ძალიან კარგი მხარდამჭერი მესიჯები,
ხალხი აქ არ ჩერდება და თუმცა არ აღმოჩნდა გადამწყვეტი ხო ივანიშვილის რეჟიმისთვის პირიქით ისინი ცდილობენ რომ რეპრესიული მეთოდები დააშინონ ადამიანები და დასაჯონ პროტესტისთვის მეორეს მხრივ არ იმჩნევენ თითქოს არაფერი არ ხდება მაგრამ გამალებულად მიმდინარეობს მათი ქონების ივანიშვილის მმართველობაში ქონების შემოზიდვა საქართველოში ფიქრობს რომ აქ იქნება ყველაზე უსაფრთხო ადგილი თავისი ქონებისთვის მაგრამ მე მგონი მაგაში ჩემცდარია სპეციალურად კანონი მიაღებია ანუ სახელმწიფო მუშაობს ერთ ადამიანზე ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონით ჩვენ არაფერი სარგებელი არ გვინახია და რამდენიმე მილიონი ამბობენ სხვადასხვა მონაცემებით 90-დან 200 მილიონ დოლარამდე იმდენი რამდენიმე მილიარდის ქონება შემოაქვს საბაჟო გადასახადების გარეშე მე დაძმებული ვარ რომ ისეთი შემართება არის ქართულ ხალხში ეს არც ერთ ვარიანტში გამორიცხულია უშედეგოდ არ ჩაივლის კიდევ ძალიან სიმპტომატური და მნიშვნელოვანია ის რომ ძალიან ბევრი პატიმრების ეგრეთ წოდებული კანონო პატიმრების მშობლებს ხვდებიან და არც ერთი მშობელი არ წუწუნებს არ არის შეშინებული შემთხვევით მოხდა იქ გაიარა კი არ ამბობენ დიახ ჩემი შვილი ჩემი ძმა ჩემი ქმარი არის აქტივისტი არის პატრიოტი და ის შეგნებულად მიდის იმაზე რასაც აკეთებს და პრაქტიკულად ერთი კაცია დღეს საქართველოში სასამართლოს პროკურატურას კანონმდებელის და კანონის დამხმევლის სამართალდამცავების დიდი უმრავლესობა მე არ ვიტყვი ყველაზე სამართალ დამხმევებად იქცნენ მიღებ ჩამოფარებული ყოველგვარი ნიშნების გარეშე ანუ იდენტიფიკაციის ნიშანი მაქვს ხელოვნებაში სპეციალური რაზმისა დადიან და ეწევიან უსამართლობას მაგრამ ამ ვითარებაში რამდენად შეიძლება დაიბრუნოს ხალხმა რეალური ძალაუფლება მის ხელში მაშინ როცა იგივე სასამართლოც კი არ აქცევს ყურადღებას სამართალს ის არ არის ორიენტირებული კანონის დაცვაზე ხო მზიამაღლებელი რომელიც შიმშილობს 25 დღეა შიმშილობაში მყოფი მზიამაღლებელი შემდგომლობაც კი არ განიხილეს ასე არც კი განიხილა ზოგადად აღარ არის იმას რომ დააკმაყოფილოთ თუ არ გაუშვათ თუ არა პატიმრობიდან არც კი განიხილა მაშინ როცა გაკალებული ოქზეა ლაპარაკი მე მაგალითად უშინდეს დღემდე კიდევ რაღაც მცირეოდენი იმედი მქონდა იმისა რომ ქალბატონ მზიას უშინ გამოუშვებდნენ საპყრობილოდან და ეხლა თუ ისმენს მე ჩემი წილი როგორც ერთი ქართველი მინდა ვთქო ქალბატონ მზიას ესენი არიან უსინდისო დურაკები და არ ღირს არც ერთი მებრძოლის დაკარგვა მისი ჯანმრთელობის დაკარგვა ქალბატონ მზია მინდა ვიხილო ისევ ბათუმელებში ისევ ლეთგაზეთში ჯანმრთელი და მამაცი როგორიც იყო ის მაგრამ მას არ უშვებენ უკანონო პატიმრობიდან ის არის უკანონო პატიმარი და რომ მე არ შემიძლია მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი მესმის იმისაც მესმის მაგრამ როდესაც ეგზისტენციალური საფრთხე არის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისა მე მგონი რომ საქართველოსთვის ჯანმრთელი მზიამაღლებელი უფრო კარგია ვიდრე საპყრობილოში სადაც ის პრაქტიკულად ერთი შეხედვით თითქოს უმოქმედოა მაგრამ აგერ ეს ხალხი ვინც ვარ ყველანი და რასაც ვაკეთებ რეჟიმის წინააღმდეგ ალბათ ჩემი აზრით ერთი მზიამაღლებელი იბრძვის და იმის ბრძოლას ამდენი წონა ექნება რა არის ახლა საჭირო როგორ ხედავთ რა შეიძლება იყოს გადამწყვეტი ფაქტორი იმისთვის რომ ივანიშვილს მართლაც დაახრინოს უკან საზოგადოება მოთმინება და ხანგრძლივი პროტესტი რომელსაც ვერ გაუძლებს რეჟიმი თავისი ჩამოიშლება ჩვენ თუ გადავალთ რაღაც ძალადობრივ მეთოდებზე ეს არ იქნება სწორი ეს იქნება ჩვენი მარცხის ტოლფასი და მე დარწმუნებული ვარ რომ სულ შეიძლება კვირეები და თვეები გვაცილებს მაგრამ ქართული ხალხი ისეთია კიდევ და ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ძალიან ხშირად ისეთ შეცდომებს უშვებს რომ კაცმა შეიძლება 24 საათში შეიცვალოს სიტუაცია ხალხის და ქვეყნის სასარგებლოდ და მაგითაც ახლა ზუსტი პროგნოზი ძალიან უმადური საქმეა და აცდება დიდი მადლობა კიდევ ბრძოლა ეს ოთარცეცხაძე იყო პროფესორი თავისუფლება პოლიტპატრონებს ერთხელ კიდევ მადლობა ეს ოთარცეცხაძე იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თქვენმას უსმენთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში გრძელდება საპროტესტო მცველობა ბათუმში ჩვენ ახლა გრიბოედოვის ქუჩაზე ვართ
ამიტომ გავისაუბროთ სხვა მოქალაქეებს, მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. როგორ გითხრათ, თქვენი მთავარი გზავნილი დღეს ამ საპროტესტო მსვლელობიდან? ჩვენი მთავარი გზავნილი არის საქართველოს დაძირა ამ მთავრობამ. ვიბრძვით მზიასთვის, ვიბრძვით მუშასთვის, ვიბრძვით ჩემი მომავლისთვის 80 წლის ხალი ვარ მე. 80 წლის ბრძანდები? მე ვტირი ვარ ყოველთვის ყველა ადამიანები როგორ ბურთივით აგორეს ფეხით. მიუსაჯე. აი სამართალდამცავებმა ბრძანების მიხედვით, რომლებიც თავები დაუყენეს ჩვენ შვილებს საკუთარ შვილები დაუყენეს. ხო, რამდენი დღე დადიხართ ახლა საპროტესტო აქციაზე? დავდივარ სულ ყოველთვის. ყოველთვის უკვე მე-80 დღეა დღეს საპროტესტო აქციების. მე 5-ად გამოვედი, მაგრამ სხვა დროს სულ დავდიოდი, ახლა შევხვდები. რა არის გამოსავალი, რა დაახევინებს უკან ივანიშვილს თქვენის აზრით? გამოსავალი ის არის ხალხის ძალა. მეტი არაფერი. რა არის თქვენი გზავნილი ხალხთან? რას ეტყოდით? ვინც ახაფიქრობს, რომ რა აზრი აქვს გამოსვლას ამ საპროტესტო აქციას? ყველაფერი აზრი აქვს, რამდენი ბევრი ვართ, იმდენი უკეთესია. რომ დაიხიოს უკან. ხო, მაგრამ აი 80 დღე უკვე გრძელდება ეს საპროტესტო აქციები, ყოველ დღეა ეს აქციები, თან ძალიან ბევრი ქალაქში, არა მხოლოდ ბათუმში. გამის მიუხედავად არაფერს არ თმობს ივანიშვილი, პირიქით ამკაცრებს კანონებს. უნდა ხალხის ძალა. ხალხის ძალა, მეტი არაფერი. არც არჩევნები, არც არაფერი არ უშველის მაგას. ძალა ხალხის. რას ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ქართული ოცნების დარჩენა? თუ ის დარჩება მოახერხებს? რა მოხდება ამ ქვეყანაში? სამუდამოდ. დასამარებული. თქვენი სახელი? თალიკო ანთაძე. თალიკო ანთაძე, მადლობა. 80 წლის ქალბატონის საპროტესტო აქციის მონაწილეს უსმენთ ახლა თქვენ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. შეიძლება ერთი წუთი. რა შეგიძლიათ თქვათ ამ პროტესტის მე-80 დღეს, მე-80 დღე გავიდა უკვე. რა საჩვენებს თქვენთვის ეს პროტესტი? ჩემთვის ეს პროტესტი აჩვენებს იმას, რომ ხალხი კიდევ უფრო მტკიცეა, კიდევ უფრო დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, ვიდრე შეიძლება დასაწყისში იყო. ეს პროტესტი აჩვენებს იმას, რომ არ გვავიწყდება ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც ციხეებში ყავთ დატყვევებული ამ ხელისუფლებას და გვაჩვენებს იმას, რომ არანაირი უფლება არ გვაქვს უკან დახევის და რომ უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ რუსული დიქტატურა საქართველოში არ ზეიმობდეს. თუმცა არ იხევს უკან ივანიშვილი 80 დღის პროტესტის მიუხედავად, აი მოწყვეტი პროტესტის მიუხედავად, ხო? რა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ამ პროცესში, თქვენ როგორ ხედავთ? ჩემი აზრით მოუწევს უკან დახევა. მე არ ვიცი კონკრეტულად რა იქნება მისთვის გადამწყვეტი ფაქტორი ამ ბრძოლაში, მაგრამ ანუ არ არსებობს ისტორიაში არ არის არც ერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო ომი და ამ ომში გაიმარჯვა. და მე მჯერა რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. თემურ ქათამაძის ამბავი რას ამბობს თქვენთვის? თემურ ქათამაძე იყო ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშე, მუჰაჯირების შთამოვალი, ის გაძევებას ცდილობს ახლა ქართული ოცნება. დღეს გადაიყვანეს კლინიკაში, იმიტომ რომ 30 დღეში მშილობს პროტესტის ნიშნად, მაგრამ უკან დააბრუნეს ისევ იზოლატორში. ჩემთვის პირადად მე როდესაც უყურებდი ხოლმე როგორ მედგრად კიცედ და აი ძალიან ლამაზად აფრიალებდა ამ დროშას, ვფიქრობდი რომ უეჭველი დაიჭერეთ თქო, იმიტომ რომ ერთგვარი სიმბოლო იყო აი ამ სიმკიცით და ძალიან გვამხნევებდა ყველას და ჩვეულებრივად მის წინააღმდეგაც არის ხელისუფლების მხრიდან ბრძოლა, იმიტომ რომ ხელისუფლება ებრძვის ყველა ნათელ ადამიანს, ვინც კი არის ამ ქვეყანაში. და რა თქმა უნდა დიდი უსამართლობა არის და ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში და დავიწყოთ თქვენი სახელი? გვარი? სურგულაძე. თამთა სურგულაძე, მადლობა თამთა. ასეთია საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილის გზავნილები, თქვენ თვალს ადევნებთ საპროტესტო მსვლელობას ბათუმში, ჩვენ ახლა გრიბოედოვის ქუჩაზე ვართ და საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები გადადიან გორგილაძის ქუჩაზე. ეს მალხაზ ირემაძეა, რომელიც დააკავეს ბათუმში 11 იანვრის აქციაში, მგონი ყველას აქვს გამოცდილება, რომ დაჯერიმებულია, დაკავებულია ბათუმის საპროტესტო აქციაზე, მაგრამ მალხაზ ირემაძე ასევე ყოფილა, რომ ის დაკავების დროს მასზე იძალა და ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ კონკრეტულად კედელზე არტყმევინა თავი. არც შემთხვევა არ არის გამოძიებული.
ბათუმის პოლიციის უფროსი ისევ პირადად გებოაზია. ეხლა საქართველოს შიმის ასრულებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. მომავალს უმღერს დიდებას ჩირის ხარდავია დადიდება თავისუფლებას საქართველოს გაუმართ! 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 მეგობრებო, გორგილაძის ქუჩით დავიზრათ ეხლა და მივიდეთ ჩვენს ტრადიციულ ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მერიასთან, ბათუმის მერიასთან შევისვენოთ, იქაც გავახსენოთ ჩვენი მოთხოვნები. მერიას, მათ შორის ჩვენთან ერთად არიან საჯარო მოხელეები, რომელიც ჩვენმა მერმა გაათავისუფლა სამსახურიდან და ეს ამბავიც კიდევ ერთხელ მერიასთან შევახსენოთ ჩვენი ქალაქის თვითმმართველობა. დავიცრათ გორგილაძის ქუჩით. როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეები ახლა გადმოდიან გორგილაძის ქუჩაზე, აქ გრძელდება საპროტესტო მსვლელობა და საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ისევ შეიკრიბებიან საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე 80-ზე ღამე გაიმართება საპროტესტო აქცია. ამ საპროტესტო აქციაზე მკაფიოდ ჩანს მოქალაქეების შემართება და სიმწიფე, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას და პროტესტის შეწყვეტას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული. ისინი მკაფიოდ ამბობენ საქმეს, რომ არ აპირებენ ისინი გაჩერებას და პროტესტის შეწყვეტას, მაშინ როცა ქვეყნის ევროპული მომავალი არის საფრთხეში და პრაქტიკულად გადაკეტა ქვეყნის გზა, საქართველოს გზა ქართულმა ოცნებამ ევროპისკენ და ცდილობს რუსული დიქტატურის დამყარებას. გამარჯობა. უკვე 80 დღეა თქვენ ყველა აქციაზე გხედავთ. რა საჩვენებს თქვენთვის დღევანდელი დღე, როცა ამდენი დღის გასვლის მიუხედავად, მაინც არ ჩერდება ეს პროტესტი. ეს რის მანიშნებელია? გამარჯობათ. ეს მანიშნებელია ჩვენი ხალხის სიძლიერის და ეგრეთ წოდებული ხელისუფლების თვითმარქვიების სისუსტის. მიუხედავად იმისა, რაღაცა კანონებს სულიან რაღაცები, მაგრამ რეპრესიული კანონები, ხო? რეპრესიული კანონები 1000 რაღაცა, მაგრამ ჩვენ მაინც გარეთ ვართ, აი დღეს ამდენი ხალხი შეგვდა, იმდენი ყოველ დღე 200 კაცი, 250 კაცი გარეთ ვართ. დღეს 1000 კაცი მაინც ვიქნებით ქუჩაში და თანდათან ეს ხალხი მოგვემატება, თანდათან ხალხი უფრო გამოცოცხლდება, გამოფხიზდება. მუხტი თუ ცოტა ჯანმრთელი იყო, თანდათან უფრო გამოცოცხლდება, უფრო აღდება მუხტი და ჩვენ დარწმუნებული ვარ, აი აუცილებლად გავემარჯვოთ, იმიტომ რომ ხალხი ძალა მართლაც ხალხია, ძალა ერთობაშია თავის. რა გაძლევთ გამარჯვების იმედს, მაშინ როცა და რა შეიძლება აღმოჩნდეს აი ამ ძალაუფლების დაბრუნების რეალური პირობა მოქალაქეებისთვის
ხალხის ხელში, იმიტომ რომ უკვე მზიამაღლობელი თქვა ჟურნალისტი შიმშილობს უკვე 35 დღეა, მაგრამ ის შოქრობა არც კი განიხილა მოსამართლემ, არც კი დაუშვა განსახილვად, მაშინ როცა ძალიან კაფეოდ გამოჩნდა სიყალბე, რომ მოქმი რომლის საფუძველზეც ის დააპატიმრეს, არის გაყალბებული. ამას პლუს დღეს თავარმაათმაც შეაჩერა მაუწყებლობა. მაგრამ თავარი არხი მაინც გააგრძელებს მუშაობას, დათუნებული ვარ ბიზნეს ინტერნეტ გამოცდილებულია და იმდენად უკვე ხალხი საღაზრდზეა, რომ აუცილებლად მოახერხებს თავარი არხი თავისი საქმის განახლებას და გაგრძელებას და ვერ შეგვაშინეს ვერც ცემით, ვერც დასახიჩრებით, ვერც ძლების გადამტრევით, ვერ შეგვაშინეს პატიმრობები, აი ვერაფრით ვერ შეგვაშინეს. ეხლა უკვე საჩუქრებივით რა არიგებენ ჯასაჯარიმო ოქმებს და უნდათ ეს მართლაც გაღატაკებული, გაჭირებული ხალხი შეგვაშინონ. აჩერის ზებრაზე გადასვლის და გადმოსვლის გამო მოქალაქეებს მისცეს ჯარიმები. რაღაც აი სრული ვახანალია. თქვენც დაგაჯარიმეს, ხო ერთ-ერთი ხართ მათ შორის ვინც დააჯარიმეს სასამართლომ. და აი ამ ჯარიმების ხომ არა ქუჩას ხედავდით უკანონოდ, ხო? ანუ ამ საკმარისი რაოდენობით არ იყავით თქვენ შემთხვევაში. კი ბატონო, მაგრამ აი ყველაფერი რომ აბსურდულია, მე ვუსმინე მზიამაღლობელის ადვოკატის გამოსვლას, რა თქმა უნდა ინფორმაციას ვუსმენ ყველანაირად დაინტერესებული ვარ ამ საკითხებით და ეს ამაღლობელის ადვოკატმა თქვა რომ ჩვენ კი შეგვაქვს მასზე საჩივარი, მაგრამ დათმობილი ვართ არც კი განიხილავენ, მაგრამ აი პროცედურულად რომ შევიტანოთ ეს ყველაფერი, რომ შემდეგ პროცედურული დაამთავრდეს ეს პროცედურები, რომ შემდეგ აი ესენი რომ დაამთავრდებით, ესე რომ აღარ იქნებიან, აი ყველა პროცედურა იქ ჩატარებული იქნება, ყველა პროცედურა თავის სიტყვის და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ირაკლი გებუაძეს კიდევ ეტყვი. ირაკლი გებუაძე. ნუ თუ ან დედა არ გყავს, ან შვილი არ გყავს, ან და არ გყავს, ან მყარებელი არ გყავს, ან ვინმე დამრიგებელი ჭკუის მასწავლებელი არ გყავს, რომ პატარა ბავშვით, აღუა ბავშვით რომ გამოდიხა და იძახი, ლოყა მეთქინა მზიამაღლობელმა დამარტყა. ნუ თუ ამ ხელაფიც არ გწხვენია. კივილი განიცადაო, ასე ამბობს თავად ამ ჩვენებაში და ასევე სხვა პოლიციელები ადასტურებენ ერთი და იგივე ჩვენებით. ეს არის აი პოლიციელების ლოყა ქონდა შეწითლებულია. დამონებული პოლიციელის შიში უბრალო ხელის მოთართუნებით რა რაღაცა აი ქარს ადონეზე უნდა დაერკა რომ აღუა ბავშვი იძახი ყური მეთკინა ლოყა მეთკინა. ნუ თუ არ აგწვენია ირაკლი გებუაძე რა. ჩემამდე მართლა არ დადის. კაცი ხარ თუ ბოლოს და ბოლოს ქალი ხარ რა. ასე არ შეიძლება. ოჯახში ნუ თუ არ გწვენიათ რა. ოჯახი ნუ თუ შემდეგ ერთი დღით არსებობ, ერთი დღით ცხოვრობ ირაკლი გებუაძე და პოლიციელებო. ყველაზე აი თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები ხომ გეტყვიან, აი რას აკეთებდით, როგორ აკეთებდით და ისინი ხომ თქვენ შეგარცხვენენ ნებისმიერ პოლიციელს, ნებისმიერს არ აქვს მნიშვნელობა, აი იმ პოლიციელებსაც, რომლებმაც მისცეს ერჩვენება ირაკლი გებუაძეს ლოყა აუძით და აი იმის შვილები ხომ ხვალდაზე მოკითხავენ პასუხს ეტყვიან, სად აკეთებდით, რას აკეთებდით, იმასათომ აკეთებდით, რისთვისაც აკეთებდით. აი პასუხი, აი რა უნდა უპასუხოთ, აი მე არ ვიცი რა. დღევანდელ ხვალინდელი აქვს და იქნებ დაფიქრდეთ, რომ ხვალინდელი დღის თუ თქვენი შვილების წინაშე იყოთ მართალი და თქვენი შვილების წინაშე აშექოთ აღუა ბავშვებივით და აი პატარა ბავშვებივით არ იწახოდეთ ლოყა მეთკინა. კარგით რა, სირცხვილია. მაინც გავიმარჯვებ. მადლობა, ეს დარიკო ჩიტაძე იყო მოქალაქე ბათუმის საპროტესტო აქციიდან. გრძელდება საპროტესტო ცოლობა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე. ეს იყო მე-80 საღამო, როცა მოქალაქეები შეიკრიბნენ ერთად და გამოხატავენ პროტესტს იმ ყველაფერზე, რაც ხდება ახლა ქვეყანაში. მათ შორის უმთავრესი მოთხოვნა და მთავარი გზავნილი ამ საპროტესტო აქციებზე არის პოლიტიკური პატიმრების რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. და ბათუმის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი
ტრადიცია შეიძლება ითქვას იყო საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მაშინ როცა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ღიად თქვეს რომ ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული ამას აქეთ იმართება ქვეყნის მასშტაბით ყველგან საპროტესტო აქციები და ბათუმში სწორედ ამ 28 ნოემბრიდან ძალიან ბევრჯერ მოეწყო საპროტესტო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში დღეს განახდა ეს ტრადიცია და მოქალაქეებმა ისე მოიარეს რამდენიმე ქუჩა ახლა ისინი გორგილაძის ქუჩის გავლით გუნდებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან დღევანდელი საპროტესტო მსვლელობის მთავარი გზავნილია არარუსულ დიქტატურას და ერთ-ერთი სტუდენტი რომელიც ამ მოძრაობის ავანგარდშია თემოთ არიელაძე ამბობდა რომ თუ კი ამამდე ისინი აქამდე ისინი აშღერებდნენ გზავნილებს რომ მითხოვდნენ ევროპას ან მითხოვდნენ არჩევნებს ან თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ან არარუსულ კანონს ამ შემთხვევაში უკვე ამ პროტესტის მთავარი გზავნილია არარუსულ დიქტატურას მე შეგახსენებ რომ უკანონო პარტნიორობაში მყოფი პოლიტიკური პარტნიორი გზია ამაღლობელი შიმშილობს უკვე 35 დღეა ასე 30 დღე შიმშილობს თემურ ქათამაძე ეს გადაიყვანეს კლინიკაში რადგანაც დამძიმნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუმცა შემდგომ ის ისევ დააბრუნეს უკან იზოლატორში რაც გააპროტესტეს ამ საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც რომ შიმშილობაში მყოფი მოქალაქის დაბრუნება იზოლატორში თან ერთი თვის გასვლის შემდეგ არის მიუღებელი და ეს არის ადამიანის წამება ასე საპროტესტო აქციაზე დაკავებული არაერთი სხვა პირი შიმშილობდა პროტესტის ნიშნად თავისუფლება
ზეცლი ოლიგარქიას მეგობრებო, დავიწყდებით! ერთიანად ამოუკიდება საქართველოს! გაუმართ! ყველგან მილიცია! ასეთ გებუაძე! არ იქნება სამართალი! არ იქნება სამართალი! გესინადათ ხალხის ძალის! მაუსმინათ ხალხის ხმას! არ გაჩერდება ხალხის მდინარე! გამარჯვება ხალხშია! არ გავჩერდები! მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ, რა საჩვენებს თქვენთვის ის, რომ მე-80 დღეა უკვე უწყოდათ იმართება ეს საპროტესტო აქციები, ეს ხანგრძლივობა, ეს უწყოდობა რა საჩვენებს და რის მანიშნებელია თქვენთვის? უწყოდობა ანიშნებს იმას, რომ იმ ფონზე, რასაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი ქართულ ხალხს უკეთებს, გულისხმობ დარბევებს, ჯარიმებს, უკანონო დაკავებებს, ხალხს არ ეშინია, იმიტომ რომ ქართველები ისტორიულად მებრძოლიერი ვიყავით და ვიბრძოლებთ საქართველოსთვის. ვერც ჯარიმებით ვერ შეგვაშინებენ, იმიტომ რომ ესეც არ არის ჩვენთვის ახალი სიღარიბე, გაჭირვებაში ცხოვრება, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალურ შემწეობაზეა და მათთვის არ არის ახალი, რომ რთულ სოციალურად გაჭირვებულ მდგომარეობაში თავი გაიტანოს და იბრძოლოს იდეისთვის, რომელსაც ქვია საქართველოს განვითარება. იქნება ეს ევროპული ტიპის სახელმწიფო და თუ მსგავსი განვითარებული ტიპის სახელმწიფო აქვს, მხოლოდ ევროპაზე არ არის საუბარი არის საქართველოს გადარჩენაზე. რამდენიმე გუშინ მე და ჩემს რამდენიმე მეგობარს, ჩვენს ნაცნობებს, თანამებრძოლებს გაგვიკავშირდნენ და გვედავებიან
31 იანვარს თქვენც ხართ მათ შორის 31 ზებრა გადასასვლელი სარგებლობის გამო გაჯერიმეს. გადასვლა გადმოსვლის გამო გზას კეტავდით და ეხლა წარმოუდგენელია მსგავსი რამ. მსგავსი სასაცილო ჯარიმებით იქნება თუ დამოკიდებულებით. ნიშნავს რომ უკვე ფანტაზია აღარ ყოფნით და უნდათ რომ ვერ შეგვაშინეს ძალადობით, ახლა შეგვაშინონ ფინანსური კრიზისით, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ფინანსური კრიზისი ქართველებისთვის ახალი არ არის. იმიტომ რომ მე მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობდი ქედაში. იქ დავამთავრე სკოლაც და სულ ეგრე ვცხოვრობდი. ჩვენ მაღალმთიან ხალხში ეგრე ცხოვრობს ხალხი. არამდიდრულად და ჩვენთვის სიახლე არ არის. ეს ეთქობა კიდე ხო ემიგრანტების ნაკალს, რამდენიმე ადამიანი ტოვებს საქართველოდან და მათ შორის როგორც რისკის ფასადაც შედის თქვა ამერიკაში ცდილობს რომ შევიდეს და ხდება კიდე ადამიანების რაღაც რაოდენობა ხო გზაში. ეს ნიშნავს იმას რომ ქართველები ვიბრძვით ამ ეტაპზე ვიბრძვით საქართველოს კი არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი თავის გადარჩენისთვის და ვერც ძალადობით და ვერც ფინანსური ასე ვთქვათ ჯარიმების დაშინებით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, იმიტომ რომ არ გვეშინია და არ გავჩერდებით. როცა ვამბობთ არ გვეშინია, ნიშნავს რომ მე-80 დღესაც ძალიან ბევრი ადამიანია გარეთ გამოსული. მაშინ როცა ივანიშვილის გათვლა იყო რომ 20 იანვრამდე, ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე ხალხი გარეთ აღარ უნდა გამოსულიყო, მე-80 დღეს არის 15 ფებრვარი, ძალიან ბევრი ადამიანი არის გამოსული და კიდევ ბევრი გამოვა მაშინ, როდესაც საქართველოს ჭირდება. ახლა ბრძოლა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, არ არის მხოლოდ ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა. ახლა არის ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის, ამ ქვეყნის განვითარებისთვის და ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს შექმნისთვის. თუმცა აღმოჩნდა რომ ეს პროტესტი ამ ფორმით არ აღმოჩნდა გადამწყვეტი ივანიშვილის წინააღმდეგ, ხო? ანუ ის არაფერს არ თმობს ჯერ კიდევ. რას ფიქრობთ, რა ფაქტორებია ახლა მნიშვნელოვანი ყველაზე მეტად? რაც უკან დაახევინებს ივანიშვილს. როცა ვამბობთ რომ ივანიშვილი არის ახალი დიქტატორი საქართველოსთვის, რომ მას უნდა დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბება, ეს ნიშნავს რომ ის არ დათმობს ასე მარტივად რამდენიმე ადამიანის გარეთ გამოსვლის. ეს არის პროცესი, უწყვეტობა არის მნიშვნელოვანი, საგარეო მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, რაც ქართველ ხალხს აქვს. ამიტომაც ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვების და დადგება დღე, როცა პოლიციელები დადგებიან საქართველოს, ანუ საქართველოს მხარეს, ადამიანების, რომლებიც იბრძვიან ყოველდღიურად საქართველოს განვითარებისთვის და საქართველოს გადარჩენისთვის. სწორედ ეს დღე იქნება ივანიშვილისთვის გადამწყვეტი, როდესაც პოლიციის გარკვეული ნაწილი გადავა ხალხის მხარეს და აღარ დაიცავს დიქტატორს, როდესაც ეს ჯერ კიდევ არ ხდება, ხო? ისევ ხელში აქვს ივანიშვილს პოლიციაც სასამართლოც პროკურატურაც. ახლა რაზეც ივანიშვილის რეჟიმი დგას, არის სწორედ ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, მაგრამ ჯარი ივანიშვილის მხარეს არ იქნება, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ჯარისკაცი მყავს მეგობარი, რომლებიც ამბობენ კი არა, ჩვენთან ერთად განა. ეს არის უკვე ქმედება, საუბარზე ზედმეტია საუბარი და პოლიციაც გაიაზრებს ბოლოს თუ რისთვის ვიბრძვით ჩვენ. მე დარწმუნებული ვარ რომ პოლიციის ასე ვთქვათ თანამდებობაზე, მაღალ თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს ატყუებენ, უბრალოდ ისინი ატყუებენ დაბალ თანამდებობაზე მყოფ პირებს, პროპაგანდას ასე ვთქვათ ამუშავებენ ჩვენ წინააღმდეგ, თვითონ ჩვენ რაღაცა ცუდი ხალხი ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც სურთ საქართველოს განვითარება და პოლიცია დადგება აუცილებლად ქართველების მხარეს. სხვა გზა აღარ ექნება, როდესაც რა გაიძებთ თქვენ ამის იმედს, ანუ გამორიცხავთ რომ მოახერხოს ამ პირობებში იგივე პოლიციის რაღაც ერთგულების შენარჩუნებაც ივანიშვილმა და დარჩენა მიტაცებული ძალაუფლებით ხელისუფლებაში. ხშირად ყოფილა მსგავსი მომენტები, როდესაც საქართველოს გადარჩენის მომენტისთვის, აი გადარჩენისთვის იბრძოდა. თუ არა იმ მომენტში დაიღუპებოდა, გაქრებოდა გენოფონდი, ჩვენი ასე ვთქვათ, ქართველობას დავკარგავდით, სხვა ერის ნაწილი გავხდებოდით, კულტურას დავკარგავდით, ენას დავკარგავდით, მაგრამ ყველა მსგავს მომენტში ვიმარჯვებდით. ისტორია მეორდება და სწორედ მსგავს მომენტი დგას ახლა და აუცილებლად მაგრამ იყო 21 წელიც, ხო, როცა ოკუპაცია მოხერხდა და დამყარდა ამ ქვეყანაში. მაგრამ 91 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა. მაშინაც კი ისმოდა საქართველოში მცირედ, მაგრამ კრიტიკული აზრი და დღეს თავისუფალ საქართველოში დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში დაბადებულ ადამიანებს ეგრეთ წოდებულ თაობა ჯენზის მსგავსის არ ეშინია, იმიტომ რომ ჩვენ წინაპრები გვიყვებოდნენ, რომ საქართველოსთვის სისხლის გურიგდნენ და ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ საქართველოსთვის ჩვენ არ გვინდა ომი.
ეს არის მნიშვნელოვანი. და ჩემს თაობაში ბევრი იკავებს თავს არ გამოდის ქუჩაში, ხო? მე მაგას გიგო როცა ყველა ელოდება მე ასეთ განცდა მაქვს, ყველა ელოდება იმ ერთ კრიტიკულ მომენტს, როდესაც ისევ ყველა გამოვალთ გარეთ. აი და ეს მომენტი უნდა დადგეს მალე. ეს მომენტი დადგება, როდესაც საგარეო მხარდაჭერა ჩვენთვის უკვე ამერიკა ჩვენგან გამოიხედავს, მოკლედ რომ ვთქვათ, ზედმეტი საუბრის გარეშე, ევროპის დღისესრიგში საქართველო დადგება ამ ეტაპზე, რადგან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაზე მიდის საუბარი, ჩვენთვის ფიზიკურად ვერ მოიციან. შეიძლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ რეალობა ასეთია და რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი. ჩვენ თუ ამ მოცემულობაში გავჩერდებით, ნიშნავს რომ წავაგებთ ბრძოლას. ახლა დასავლეთის და ამერიკის აქტიური მხარდაჭერის გარეშე ფიქრობთ რომ ჩვენ მოვერევით რუსეთს საქართველოში, რომელიც შემოსულია ახლა პრაქტიკულად ჩვენს ქვეყანაში. მაგას გულისხმობ რომ დასავლეთის და ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება რომ საქართველოში რუსეთი დავამარცხოთ, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ერი ვართ და გვჭირდება კარგი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც იზრუნებს ჩვენს განვითარებაზე და იზრუნებს ჩვენს მხარდაჭერაზე და ასეთი ამ ეტაპზე არის დასავლეთი. ამიტომაც ვიბრძვით ჩვენ, როდესაც მარშებზე ევროკავშირის დროს შევშლით, ეს ნიშნავს რომ ამ ეტაპზე საქართველოს მხარდამჭერი მეგობარი არის ევროკავშირი და ევროკავშირში გაწევრიანებით არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკური სარგებლიანობა გაიზრდება და ეკონომიკურად განვითარდება, არამედ უსაფრთხოება გაიზრდება, იმიტომ რომ საქართველოს ევროკავშირი არის იმ ქვეყნების ერთობლიობა, სადაც დაარსებიდან დღემდე ომი არ ყოფილა. ევროკავშირის შექმნიდან დღემდე არც ერთ ევროკავშირის ქვეყანაში ომი არ ყოფილა და ნიშნავს რომ ჩვენს მშვიდობა გვინდა და სწორედ ამისთვის ვიბრძვით. დიდი მადლობა, ეს არჩილ ბერიძე იყო სტუდენტი, თქვენ მას უსმენთ ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში. აქის მონაწილეები მოვიდნენ ბათუმის მერიასთან. ოც მოვისმინოთ გზავნილები ამ საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან, რომელიც ისინი ახლა მეგაფონი ნაჟღებენ გზავნილებს. სამსახურიდან ათავისუფლებს იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან პროტესტის თანამონაწილეები. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა უთხრათ ბათუმის მერს, აიპებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიცავთ თითოეული საჯარო მოხელის უფლებებს. ჩვენი აქციების ერთ-ერთი თანამონაწილე მალხაზ ირემაძე რამდენიმე კვირის წინ 20 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ არჩილ შიქოვანმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა უჩა აბრამიშვილმა პირადად გაათავისუფლა სამსახურიდან. ადამიანი რომელიც მუშაობდა ინკლუზიურ ბავშვებთან, ადამიანი რომელიც გახდა მოძალადე პოლიციელების მსხვერპლი, ეს ადამიანი გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით. ამიტომ ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ ბათუმის მერიას, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის და იმ რუსული რეჟიმის თანამონაწილე, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ არჩილ ჩიქოვას და ყველა მერის მაღალჩინოსანს მოუწევს, რომ პირადად აგოს პასუხი ამ უსამართლობაზე, აუცილებლად მოვა დრო და ისინი აგებენ პასუხს იმისთვის, რომ ადამიანებს არ აძლევენ თავარ უფლებას. ეს არის გამოხატვის თავისუფლება. 30-მდე ადამიანი, პეტიციის ხელმომწერი ადამიანი ყოველდღიურად ელოდება განცხადებას იმის თაობაზე, თუ რომ ის გაათავისუფლებენ მათ სამსახურებიდან. ამიტომ თქვენთან ერთად მე მინდა ამ ადამიანებს მივცე პირობა, რომ ჩვენ ვიქნებით ამ ადამიანების პირველი უფლების დამცველები, პირველი დამცველები იმისა, რომ მათი უფლებები იქნება დაცული. ამიტომ არჩილ ჩიქოვანს და მერის ყველა იმ თანამშრომლებს, რომელიც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, შეექმნებათ ისეთივე დისკომფორტი, როგორიც ექმნება რეჟიმს ამ 80 წლის განმავლობაში. სოლიდარობა საჯარო მოხელეებს! სოლიდარობა საჯარო მოხელეებს! მეგობრებო, 2025 წლის 11 იანვარს მე მოქალაქე ციალა ქათამიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ სართულზე შენობაში, სადაც ვიყავი დაკავებული. ვნახე ირაკლი დგებუაძემ, როგორც ცემა დაკავებული მალხაზ ირემაძე. ჩემი
ჩემი თვალით ვნახე. ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავინახე პოლიციელმა ქართული სახელმწიფოს მიერ მიცემული მუნდირით, როგორ შეურაცხყო საკუთარი ტანისამოსი, აი ტანცმულიო ასე ამბობენ, ტანცმულმა ქართული სახელმწიფოს პოლიციის ფორმით, როგორ ცემა მალხაზი რემაძე. შემდეგ ქალაქ ბათუმის მერმა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები, გიორგი გირთაძეს წაართვა არჩევნები და გახდა ქალაქ ბათუმის მერი, არ იკმარა ეს დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე და გახდა თანაზიარი მოძალადე პოლიციელის ირაკლი დგებუაძისა. გახდა ერთ-ერთი მექანიზმი, ჭანჭიკი ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმისა და დაიმატა დანაშაული. მან დაუჩა აბრამიშვილმა ძალადობის მსხვერპლი ადამიანი, გაათავისუფლა სამსახურიდან და გახდა იმ ძალადობის მონაწილე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2025 წლის 11 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ სართულზე. ვიცავდა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც აპირებს ამ სახელმწიფოში საჯარო პოლიტიკის თუ სხვა ტიპის საქმიანობის წარმოებას. მოვთხოვ იმას და ვთხოვ, რომ აუცილებლად უზრუნველყონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ამ ქვეყანაში დასრულების შემდგომ ირაკლი დგებუაძის, გრიგოლ ბესელიას, გოჩა ვანაძის და მსგავსი პოლიციელების კანონისა და ერის წინაშე დასჯა. ასევე უზრუნველყონ ის, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერც ერთმა პოლიციელმა ვერ გაბედოს ხელი აიღოს დაკავებულ ადამიანზე. თავისუფლება საქართველოს! თავისუფლება საქართველოს! ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი! დიდება საქართველოს! დიდება საქართველოს! დიდება თბილისს! მერაბ კოსტავას, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის ქვეყანას ბიძინა ივანიშვილს ვერ დაუთმობ! თქვენი არ გვეშინია, თქვენი სისტემის, თქვენი რუსული რეჟიმის, თქვენი პოლიციის, თქვენი მერის, არავის არ გვეშინია, მეგობრებო. ხო, მეგობრებო, წეგან დამავიწყდა ერთი საინტერესო ამბის თქმა. მე ვარ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ჩემთან ერთად აკაკი გუიანიძეც არის ოპოზიციიდან, პარტია ნახარია საქართველოდან. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და 3 დღის წინ არჩილ ჩიკოვანმა და არჩილ კონცელიძემ ადამიანები, რომლებიც პირადად არიან ჩართული ამ ქალაქის დამახინჯებაში, ადამიანი, რომელიც გასცემს ნებართვებს იმ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით და არჩილ კონცელიძე მუნიციპალური სამსახურის უფროსი, რომელიც იბარებს ასობით უკანონო მშენებლობას ბათუმში, სტიკერის გაკვრის გამო, იფიცება საქართველოს სტიკერის გაკვრის გამო, გამოგვიგზავნეს 1000 ლარიანი ჯარიმები და გვითხრეს, რომ თურმე ჩვენ ვამახინჯებთ ქალაქ ბათუმის იერსახეს. აი ესეთი ბათუმის მერია და ესეთი მუნიციპალური ინსპექცია ყავს სამწუხაროდ ამ ჩვენ საყვარელ და თვითმმართველ ქალაქს, რომელიც თვითმმართველი არის მხოლოდ სტატუსით. თორე ჩვენი მერია იქცა დავალებების შემსრულებლად. მე უკვე თითქმის მე-4 წელია ბათუმის საკრებულოს წევრი ვარ და ყველა ხტომაზე ვებრძვი იმას, რომ ამ ქალაქში იერსახე არ დამახინჯდეს. ყველა ხტომაზე ხდება ამ ქალაქის განზრახ დამახინჯება, იერსახის დამახინჯება და ამ ამბების ორი მთავარი აქტორი. მერი, რომელიც ყოველდღიურად ითანხმებს უკანონო მშენებლობებს, მერე კანონებს იღებს, რომ ეს უკანონო მშენებლობები ამნისტიის ქვეშ მოაქციოს და მუნიციპალური სამსახურის უფროსი არჩილ კონცელიძე, რომელიც შემდეგ ითანხმებს ამ უკანონო
მშენებლობებს ჩვენ აქციის მონაწილეებს გვაბრალებს იმას რომ თურმე ვაბახინჯებთ ქალაქ ბათუმის იერსახეს და ნახავთ ძალიან მალე ამ ქალაქის დამახინჯებისთვის ვინ აგებს პასუხს იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რამდენიმე ობიექტი რამდენიმე მშენებლობა სადაც დარღვეულია კანონი და კანონი ვერ მოქმედებს მხოლოდ იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან დაახლოებული ქართულ ოცნებასთან. ამიტომ ძალიან მალე ვნახავთ როგორ დამახინჯდა ქალაქი მარტვირობებში და ძალიან მალე ბათუმის მერია გათავისუფლდება იმ პოლიტიკური დაკვეთისგან რომელიც ხელისუფლების მხრიდან მოდის. ამიტომ კიდე ერთხელ აქ სოლიდარობა გამოუცხადოთ საჯარო მოხელეებს და უთხრათ რომ ვიქნებით მათი უფლებადამცველები ჩვენ. სოლიდარობა საჯარო მოხელეებს! სოლიდარობა საჯარო მოხელეებს! მადლობა ყველას, ეხლა დავიზრათ ჩვენი ტრადიციული ადგილისკენ, საკონსტიტუციო სასამართლოსკენ და იქ კიდევ ერთხელ გავავხნეოთ ერთმანეთი. ეს ძალიან მაგარი აქცია ჰქონდა ბათუმში, წარმოუდგენელი აქცია მიმდინარეობს თბილისში და ორივე სანაპირო არის დაკეტილი. ძალიან დიდი პროტესტის ტალღა. ერთი კიდე აქედანაც გავავხნევოთ ჩვენი თბილისელი თანამებრძოლები ძლიერი ტაშით და მადლობა უხლათ იმისთვის რასაც აკეთებენ. ეხლა მახო მოგმართავს სიტყვით და გადავინაცვლოთ საკონსტიტუციო სასამართლოსკენ. მეგობრებო, ჩემს თემასთან დაკავშირებით ეს არაფერი არ იყო რაც ვნახეთ თბილისში გოგოლები და ვაშები როგორ დანეცა. აი ამ უსამართლო ხალხმა რომელიც ქრისტიანობაზე დევს თავს და ბევრი პოლიციელი სხვადასხვის მეუბნება რომ მოგვაშოროთ გებულაძე და მადლობას მეუბნება და მეგობრებო და შეიძლება დავიქირო შეიძლება დავხვიდო როგორც ხარაა მაგრამ ვერ შემაშინებენ იმიტომ რომ მე ვხედავ გვაში სილათლეს და მეგობრებო არ შეგვაშინდეს ჩვენ არ მივატოვოთ ერთმანეთი და ყოველ დღე უნდა გამოვიდეთ არ გვინდა არტენი კაიფი და მოუწოდოთ იმ ხალხს რომ გამოვიდეთ ყოველ ისინი იქნებიან მეგობრებო და მოდი დავიწყოთ ახლა და აუცილებლად ის ვით ზემოდან დაქცირის აუცილებლად გაგვაცნობენ ჩვენ წინ აი ამასაც ნახავთ ახლა მომავალში გაგიმარჯვოთ მეგობრებო და ანთებულო ნამდვილად ქართველებო გავიდეთ და ისე სეიმის ფარგლებში გავახდელოთ ჩემი მოძრაობა Poliția Zamleb Batumis meriastan ეხლა კი საპროტესტო აქციები კონკრეტულად სუჩაზე ისინი აპირებენ რომ ისევ მივიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს სენატორის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ სადაც მე-80 წესაღამოა იმართება საპროტესტო აქცია თავისუფლება მედროშეს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თქვენ გესმით საპროტესტო აქციის მონაწილეები, შეძახილები, როგორც გაირკვა თემურ ქათამაძე, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეა, ასე იძახიან მას აქციის მონაწილეები, რადგანაც ის ყველა აქციაზე ჩდებოდა დროშით ხელში, მუჰაჯირების თავმოვალი, თურქეთის მოქალაქე, რომელიც ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ უშედეგოდ პირიქით მას ქართული ოცნება ეხლა აზევებს ქვეყნიდან და არის პატიმრობაში და პატიმრობაში ყოფი თემურ ქათამაძე შიმშილობს უკვე 30 დღეა. დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო ის გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა დღესვე უკან დააბრუნეს იზოლატორში, რაც გააპროტესტეს ასევე ბათუმის საპროტესტო აქციაზე და თქვენს რომ როცა ადამიანი შიმშილობს უკვე 30 დღეა
მისი დაბრუნება, ის არ დაებრუნებინათ იზოლატორში. ასევე უკვე 35 დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელი ჟურნალისტი და პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმრობაში. ეს არის პოლიტიკური პატიმარი და პროტესტის ნიშნად ის უკვე 35 დღეა შიმშილობს. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიყვანეს კლინიკა ვივამედში და ამ დრომდე ვივამედში რჩება 4 თებერვლიდან. ასევე საინტერესოა რომ მზია ამაღლობელის შემთხვევაში კაფიოდ დაფიქსირდა ყალბი დოკუმენტი, ყალბი დაკავების ოქნი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელის ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომ პატიმრობა გაუქმებულიყო მზია ამაღლობელის შემთხვევაში და ესე გაგრძელებულიყო ამ საქმის სასამართლო გამოძიება, თუმცა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის შუამდგომლობა არც კი განიხილა, დაუშვებლად მიიჩნია მან ჟურნალისტის შუამდგომლობა. ასევე საინტერესოა რომ გაყალბებული ოქმი, რომელიც არის მზია ამაღლობელის საქმეში, რომელიც იყო მთავარი საფუძველი მისთვის პატიმრობა შეეფარდებინათ, ესაც დაეღწნა მოსამართლე არის ყალბი გაყალბებული დაკავების ოქმი, რაც ძალიან მარტივად დასტურდება იმით, რომ თუ თქვენ ნახავთ ბათუმელების ვიდეოს 11 იანვარს და შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ს ბათუმელების გვერდზეც ეს ვიდეო, როცა მზია ამაღლობელს აკავებს გრიგოლ ბესელია, ამ დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძის ხმა, რომ მას აკავებენ სტიკერის გაყვის გამო 150 მუხლის საფუძველზე, თუმცა ოქში არ წერია ასეთი რამ. ოქში არც ის არ ჩანს, რომ გრიგოლ ბესელიამ დააკავეს, არ და კაცში ჩანს ეს. ასევე ოქში წერია, რომ ის დააკავეს თითქოს 173 მუხლის მიხედვით პოლიციელის შეურაცხყოფისთვის. ასევე კაცში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი არათუ შეურაცხყოფას არ ეყენებს პოლიციელს, არამედ ის აროდ უხმოდ მიყვება გრიგოლ ბესელიას, რომელმაც ის დააკავა 11 იანვრის საპროტესტო აქციას, როგორც იურისტები გამოტავენ 150 მუხლი, რასაც ასახელებს ირაკლი გებუაძე ამ ვიდეო ჩანაწერში, საერთოდ არ ქონდათ პოლიციელებს საპროტესტო აქციის მონაწილეს, ან ზოგადად ვინმეს დაკავების უფლება 150 მუხლის დარღვევის საფუძველზე პოლიციელს არ ქონდა. ამის შემდეგ წერენ პოლიციელები ოქში, რომ ის დააკავეს თითქოს 173 მუხლის მიხედვით, თუმცა მარტივად ვიდება, რომ ეს ოქმი არის გაყალბებული, რადგანაც ჩანაწერში ისმის გებუაძის ხმა, რომ დააკავეს 150 მუხლით, ხოლო ოქში წერია სულ სხვა მუხლი, 173 მუხლი. მოსამართლეც დაეღწნა ამ გაყალბებულ ოქმს, მას შემდეგ რაც მიმართეს მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველებმა სასამართლოს, რომ მას განეხილა ხელახლა შუამდგომლობა და განეხილა აკრიტიკული ღონისძიების გაუქმების საკითხი, მოსამართლე არათუ დაინტერესდა ამ გაყალბებული ოქმით და იმით თუ რას მოითხოვდა მათ შორის შიმშილობაში მყოფი ჟურნალისტი და პოლიტიკური პატიმარი, საერთოდ დაუშვებლად ეს შუამდგომლობა არც კი განიხილა. ეს შუამდგომლობა, რომელიც შეეხებოდა ოქმის გაყალბებას და სიყალბეს, რომელიც ჩაიდინა პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა და რაც ძალიან მარტივად დასტურდება ვიდეო ჩანაწერით, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბათუმელების როგორც Facebook გვერდზე, ასევე YouTube გვერდზე. ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, როცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო მზია ამაღლობელის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება, ეს სააპელაციო საჩივარიც არ განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. იურისტები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასება არის ძალიან მკაფიო, რომ მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმრობაში, რადგანაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი მზია ამაღლობელის სამართლებრივი დევნის, ასევე მისი პატიმრობისთვის არ არსებობს, რადგანაც სილის გაწნა რაკმედებაზეც არის საუბარი ირაკლი გებუაძის მიმართ. და ირაკლი გებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსია მზია ამაღლობელის საქმეში დაზარალებული ცნობილი პირი. ის ამბობს, რომ მან განიცადა ტკივილი, როცა მზია ამაღლობა ხელი დაარტყა. სილის გაწნა თუ ნახავთ რომელიმე გადაწყვეტილებას, რაც მიუღია საქართველოში, მათ შორის უზენაეს სასამართლოს, ანუ საბოლოო ინსტანცია სასამართლოში, არც ერთ შემთხვევაში სილის გაწნა
არ არის შეფასებული როგორც თავდასხმა, უფრო მეტიც მაგათ უზენაეს სასამართლოს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, როცა პოლიციელი დაჭრეს დანით და დანით დაჭრაც კი მოსამართლემ და ამ შემთხვევაში როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ასევე უზენაეს სასამართლომ არ მიიჩნია პოლიციელის დანით დაჭრაც კი პოლიციელზე თავდასხმად, არათუ სილის გაწვნა. ასევე უზენაეს სასამართლოს აქვს დადგენილი პრაქტიკა, რომ ხელის გარტყმა ტკივილსაც რომ იწევდეს ის, არ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად და მაშინ თუ კი არ შეიძლება ჩაითვალოს ცემა და ძალადობად ხელის გარტყმა, ვით უფრო არ შეიძლება ჩაითვალოს თავდასხმად. ასეთია იურისტების განმარტება, თუმცა ძალიან მარტივია, მგონი ამას არ ჭირდება განსაკუთრებული ცოდნა და მით უმეტეს იურისტის კვალიფიკაცია იმისთვის, რომ სილის გაწმაში დავინახოთ და მივხვდეთ, რომ სილის გაწმნა არ არის თავდასხმა და ის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელთაც ახლა დაპატიმრებულია ჟურნალისტი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება, როგორც იურისტები განმარტავენ, ყველაზე მძიმე შემთხვევაში მაქსიმუმ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და პოლიციელის შეურაცხყოფა. საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე მოუვიდნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან. ასე დასრულდა დღევანდელი საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში. დღეს აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ კოლონადებთან და შემდეგ მათ მოაწყვეს მსვლელობამ არაერთ ქუჩაზე გზავნილით არარუსულ დიქტატურას. როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეებმა დაასრულეს უკვე საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში. და ისევ მოვიდნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე მე-80-ე საღამოა გრძელდება საპროტესტო აქცია. ამ დროისთვის ქუჩის მხოლოდ ერთი სავალი ნაწილია. გავისაუბროთ ბატონ ვაჟას. მოგესალმებით ბატონო ვაჟა. მინდა რომ გაგესაუბროთ. რა საჩვენებს თქვენთვის ის, რომ უკვე 80 დღეა უწყვეტად იმართება ეს საპროტესტო აქციები, თუმცა ამის მიუხედავად ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში ფორმალურად არაფერს არ თმობს ჯერ ივანიშვილის რეჟიმი. თქვენთვის რა საჩვენებს აი ეს 80 დღე და პროტესტის უწყვეტობა? ეს ყველაფერი იმას საჩვენებს, რომ პროტესტი არის თვით ხალხში. თვით ხალხში რომ არ იყოს პროტესტი, მაშინ არც 80 დღე არ იქნებოდა და არც ის უწყვეტი რიცხოვნობა, ან შემიძლია ვთქვა ასე, უფრო მზარდი რიცხოვნობა, რომელიც გარკვეულ დღეებში რამდენჯერმე უფრო მეტი რაოდენობის მოქალაქე რომ გამოდის ქუჩაში გასაპროტესტებდა. იზრდება თქვენ ადამიანების რაოდენობა, ვინც უერთდება პროტესტს. იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც უერთდება. დღეს რაოდენობა რამდენჯერმე მეტი იყო ვიდრე ბოლო დღეებში.
ამიტომ ეს მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს, რომ პროტესტის სურველი მოქალაქეების რიცხვი გაცილებით ბევრია, უბრალოდ ყველა ადამიანს თავისი საქმიანობიდან თუ რაღაც ჯანმრთელობის თუ რაღაც მიზეზების გამო არ ძალუს რომ გამოვიდეს და ყოველდღიურად აქ იდგეს, მაგრამ რეალურად აი როცა დავდიოდით ქუჩა შემხვედრი ავტომობილების მძღოლები როცა სოლიდარობას გამოგვიხატავდნენ, ეს კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რეალურად პროტესტანტების რიცხვი გაცილებით ბევრია და მე შემიძლია ვთქვა კიდევ სხვაგვარად, როდესაც საზოგადოებაში არ არის არავითარი მუხტი პროტესტის, აქ 80 დღე ვერ გავჩერდებოდით ეს ადამიანები, რომლებიც აქ გამოდიან, ზოგჯერ გამოდიან, ზოგჯერ სხვები გამოდიან და ერთმანეთს გამოდიან ძლიერ წვიმაშიც კი, კოკის პროცესებში გამოდიან და იკრიბებიან მოქალაქეები. აბსოლუტურად არაუბრალოდ კარავში ჩერდებოდა ხალხი ერთი კვირა. არაუბრალოდ კოკის პირველ წვიმებში, არამედ იყო ბევრჯერ ძლიერი ქარიშხალი და წვიმა ერთდროულად, როცა ქოლგა ვერაფერ შველოდა მოქალაქეს, მაგრამ მაინც აქ იყო. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ამის დათმობა არ მოხდება. ის რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაიფიქრა როგორც ასე ვთქვათ ფაქტიურმა მმართველმა, მაგრამ რეალურად მმართველთან კავშირის არ მქონე ადამიანმა, ეს აუცილებლად დამთავრდება მისი მარცხით, იმიტომ რომ ხალხისთვის ჯერ არავის მოუგია და ვერ მოუგებს ვერც ბიძინა ივანიშვილი. მით უფრო რომ ყველაფრით ჩანს, აბსოლუტურად იმდენ ძალიან ბევრი ნიშნის ჩამოთვლა შესაძლებელი, რომ მას მმართველთან კავშირი არ აქვს, მათ შორის არც ბიზნესის მმართველთან. ეს ძალიან ბევრი ნიშნით ჩანს. მაგრამ რა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ფაქტორი, ეს პროტესტი მათ შორის ამ ხანძრიობით, ამ მასშტაბით, ასევე სანქციები ვერ აღმოჩნდა, შეიძლება შეუქმნათ დისკომფორტი, მაგრამ ვერ აღმოჩნდა გადამწყვეტი. ჯერჯერობით თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ბიძინა ივანიშვილს წინას აქციების დროს დაუტოვეს გარკვეული ტელეფონი, რომ მას მიეღო გონიურული გადაწყვეტილება. როცა ვიღაცა იქცევა გონიურულად, ივანიშვილი ხვდება, რომ მას კიდევ აქვს რაღაც შანსი. მისთვის რომ გაცილებით მძიმე სანქციები მაშინვე დაეწესებინათ, მაშინ აესი არ გაწელავდა იგი და ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა. ამიტომ იგი დღეს კიდევ ველოდება, რომ რაღაცას აი ისეთ მძიმე სანქციებს არ დაუწესებენ და იმ ადამიანებს, იმ ძალებს, რომლებიც საზღვარგარეთ ასე ვთქვათ, თავიანთ ძალის პრინციპებს ამოქმედებენ იმ წესების და იმ კონსტიტუციის მიხედვით, რაც იქ არის და საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ხომ გარკვეული დროის შემდეგ დაუდგებათ ის პერიოდი, რომ ძალიან მკაცრად მოსთხოვენ ივანიშვილს. ამაში დარწმუნებული ვარ და გარდა ამისა, ხალხიც ქვეყნის შიგნით გარკვეული დროის შემდეგ ის ხალხი, რომელიც ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს საერთაშორისო ძალებიც, აი ისინიც შიგა ძალებიც გაცილებით მკაცრად იმოქმედებენ გარკვეული დროის. მაგრამ არ ვშვებთ იმას, რომ შეიძლება მაინც არ აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი სანქციები და ზეწოლა დასავლეთიდან ივანიშვილის და შეიძლება მზათაც იყოს ამისთვის და გაცვლები კონდეს თავისი. შესაძლებელია მზათაც არის და ელოდება გარკვეულ რაღაც ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორც შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლის შემდეგაც იგი თავის ასე ვთქვათ ზემდგომებს, რომელიც მას აუცილებლად ყავს ჩრდილოეთში, ეთქვიან, რომ ჯობს გახვიდე თამაშიდან. მაგრამ ეს ჯერჯერობით ეს პერიოდი არ დამდგარა, ეს დრო არ დამდგარა. მე ვფიქრობ, როგორც ასლან აბაშიძეს დაუდგა ეს პერიოდი, ჩამოვიდნენ და წაიყვანეს, ხომ შეიძლება ამის ჩამოსაყვანად არც ჩამოვიდნენ. ან რაღაც სხვა გზებით გადაწყვიტონ, მაგრამ ეს დღე დაუდგება აუცილებლად. რატო ფიქრობ, რომ დაუდგება? არ გამორიცხავთ, რომ ივანიშვილი ვერ შეძლებს ამიტაცებული ძალაუფლებით დარჩეს ქვეყანაში? აი ამ პროცესებში მონაწილეობა და ჩემი დაკვირვებები და წარსული გამოცდილება, პოლიტიკური გამოცდილება საქართველოსი თუ სხვა ქვეყნებისა, თუ როგორ დაამთავრეს აი იმ ტიპის მმართველებმა, როგორც დღეს არის ივანიშვილი, აი ეს ყველაფერი მარწმუნებს ამაში, რომ ეს ასე დამთავრდება. რომ აი ასეთი შემართების ადამიანებს, ასეთი შემართების მოქალაქეებს, მით უფრო ახალგაზრდებს და აი ბოლო გამოკვლევებმაც აჩვენეს, რომ
იმ ადამიანებს შორის, იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც დღეს აპროტესტებენ, დიდი ნაწილი ახალგაზრდები. ამიტომ მომავალს მიმავალი ვერ აჯობებს, ეგ გამორიცხული. მადლობა, ეს ვაჟანანიძე იყო, ვისაც არ გახსოვთ, ერთკაციანი საპროტესტო აქციებით განსაკუთრებით დაამახსოვრა მგონი ყველას თავი. კაცი, რომელიც გამოუშვეს საზღვაო აკადემიიდან, გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან თავისი კოლეგები ლაპლანდიაში დამართავდა სწორედ ერთკაციან საპროტესტო აქციებს ბათუმში. სწორედ მანძოს მოვიდგენე ხალხების პირდაპირ ეთერში. ასე გრძელდება ბათუმში საპროტესტო აქცია, ეს უკვე მე-80 ღამეა, როცა იმართება საპროტესტო აქცია ბათუმში. და ძალიან კაფეოდ ჩანს მოქალაქეების შემართება და სიმტკიცე, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას და იმაზე შეგუებას, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ნაწილი და საქართველო აღმოჩნდეს რუსეთის ხელში და არ აპირებენ გაჩერებას მაშინ, როცა ამ ქვეყანაში მყარდება რუსული დიქტატურა. რომ ეს არის ყოველთვის თავი ძალით არარუსულ დიქტატურას და თავისუფლება რეჟიმის ყველს. ჩვენ დავრჩებით ამ საპროტესტო აქციაზე, მოგიყვებით აუცილებლად აქ მომხდარი ამბების შესახებ. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.